რა უფრო ტრანსფორმაციულია? სწორი პასუხი თუ ზუსტი კითხვები? მამარდაშვილისგან მოვიპარავ ამ ტერმინს, ჩემი საკუთარი აზროვნების შპიონი მინდა ვიყო. როდის დაიწყო მეტამორფოზა? როდესაც შენ დასვი კითხვა. პირველივე საუბარში არის ის, რომ გაჩვენდი რა. ნუ აგრძელებ იმ ინერციის გზას, რითაც მოდიხარ. ეხლა მე უნდა მივხვდე, რომ მე ის კი არა ვარ, რაც ვაშენე, არამედ მე ვარ ის, ვინც აშენებდა ამას. თუ მეტყვი რომ არის თუ არა მდგომარეობა, რომლის მიმართ ეხლაც მე მძინავს, მე გეტყვი რომ კი არის ეგეთი მდგომარეობა. იმისთვის რომ მე შენ მოგატყუო, ვერ მოგატყუებ მე თუ არ ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ მე თვითონ დავიჯერო. თან სერიოზულად. დღეს ჩემთან სტუმრად არის ადამიანი, რომელიც ოფიციალურად კოუჩი არ არის, მაგრამ ისვამს კითხვებს, რომლებიც საკუთარ თავთან გვაბრუნებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინდა ვისაუბროთ დღეს ტრანსფორმაციაზე. გამარჯობა, ანდრო. სალამი, მარიკა, რამდენი ხანია ვლამობთ ამ პოდკასტს და დავაყენეთ საშველი და მიხარია რომ შენი სტუმარი. ნახევარი წელია ამაზე ვსაუბრობთ და მოვედით. და მინდა ვისაუბროთ ტრანსფორმაციაზე. ჩემი მთავარი ხაზი არის კოუჩინგის პოპულარიზაცია და რას აკეთებს ეს კოუჩინგი, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან და სულ სხვა რამე გონიათ. შენ არ ახარ კოუჩი, მაგრამ ოფიციალურად არ ხარ, მაგრამ ჩემი გადმოსახედით სულ მაგას გეუბნები, რომ კოუჩი ხარ და არ იცი თქო და რეალურად ღებულობ მაგ მოწეპებულ იარლის ჯანდაბას ჩემი თავი. იდეაში მე კოუჩინგზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არც ვიცი რა არის. მაგაზე შენგან თუ ვისწავლი და თუ ამ კოუჩინგის თემას უფრო განზოგადოებულ სიბრტყეში ავწევთ, იქ აკვებ. ზუსტად ეგ არის და კოუჩინგი ბევრ ადამიანს გონია ის, რომ მიმართულება უნდა მიცე, რაღაც უნდა ასწავლო, მენტორი უნდა იყო და ასე შემდეგ და რეალურად კოუჩინგი არის კითხვების დასმა და პასუხების ძიება. შენ როგორ ფიქრობ, რა უფრო ტრანსფორმაციულია? სწორი პასუხი თუ ზუსტი კითხვები? სანამ მაგ კითხვას ზუსტ პასუხს გავცემ, მინდა რომ მეც ვთქვა, საიდან მოვდივარ, რა ინერციით მოვდივარ და რასაც გულისხმობ კითხვების დასმაში, ეგ არის ჩემთვის ახლობლური ტექნიკა და ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცის დანახვა. საბოლოო ჯამში მე ვამბობ, რომ მე არც ვიცი ჭეშმარიტება რაში არის, მე არ მივყვები არც ერთ ავტორიტეტს, მე არ მივყვები არც ერთ წიგნს, მე უბრალოდ მამარდაშვილისგან მოვიპარავ ამ ტერმინს, ჩემი საკუთარი აზროვნების შპიონი მინდა ვიყო. მე მინდა რომ უბრალოდ გვერდიდან დავუკვირდე და გამოვიჭირო ჩემი თავი, მაშინ რაღაცას ხო არ ვიტყუები, რაღაცას არასწორ სახელს მე თვითონ ხო არ ვეძახი და საზომი ამ ყველაფრის ვარ თავად მე. ანუ მე თვითონ ხვდები რომ მე თვითონვე ვიტყუებოდი რა. თუ ვინმე მეტყვის რომ ანდრო შენ ეგ საზომი შიგნით არ გაგაჩნია და გარედან უნდა შემოიტანო, მე მაგასეთ ადამიანს ვეტყვი რომ არავის მონობას არ ვაპირებ, რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტი დამისახელოთ, უნდა ღმერთები. იმიტომ რომ ღმერთიც მე უნდა მივხვდე. ამიტომ მე ვაწვალებ ჩემ თავს მიხვედრის აქტებში. ხო? ანუ მე ვაწვალებ ჩემ თავს იმაში, რომ მე თვითონ მივხვდე რაღაცას. ამისთვის რა ტექნიკა გამოიყენება? ალბათ ყველაზე დიდი არის ის, რომ საკუთარ თავს უზვავ კითხვებს. ანუ უკვე აქ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე კოუჩინგის ტექნიკას ვიყენებ საკუთარი თავის მიმართ, ისე რომ ალბათ არც ვიცი და შენ ალბათ შორიდან დამიდასტურებ, რომ აი მაგიტომაც გეუბნებოდი, რომ კოუჩინგი ხარ, არის კი იძახი რომ არა ხარ, მაგრამ ხარ. და მაგას ვაცნობიერებ, რომ ეგ მომენტი არის. და მნიშვნელოვანი მანდ არის ის, რომ აი ეს რელიგიურ ტერმინს გამოვიყენებ, ხსნა ან მიხვედრა ეს მოდის შიგნიდან. რელიგიაში ესეთი რაღაცა ფრაზა შეიძლება იყოს, აი იქ შიგნით რო დაგადგება, მე იმას გაყევი. აი ცოცხალს გაყევი და არა მკვდარს, ან არა მე, არამედ ქრისტე ჩემში. ეს არის ტერმინი, რომელიც მე რომ ვთქვა რომ გავიგე, მე უნდა ვთქვა რომ მე არ ვიცი ისტორიული პიროვნება იესო ნაზარეველი ვინ იყო, არ მინახია და შეიძლება ბევრი არც წამიკითხია, ნუ სახარებას არ გულისხმობ და ისტორიულ რაღაცა წყაროებს გულისხმობ. მაგრამ თუ შენ მეუბნები ეგეთ სტრუქტურაზე, რომ შენ გაყევი ცოცხალს და არ გაყვე მკვდარს, მაშინ ეგ ფრაზა ვიცი რასაც ნიშნავს. ეგ ნიშნავს, რომ გაყევი იმას, რაც შენითვე გიაზროვნია, რაც შენითვე გაგიგია, რასაც ცოცხლად გზნობ, რასაც პირველ წყაროსთან შენ პირადი ესე იგი ბმა გაგაჩნია და არასხვისი მონაყოლის ხვისი ნალაპარაკები, კულტურა
მოწეპებული აზრი და ასე შემდეგ და შენი თავი ააშენე იმ მყარზე, სადაც ყველაფერი არის შენი გამოცდილებით მიღებული და დაგროვილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი არ წაიკითხო და ფილმი არ ნახო. ყველაფერი უნდა წაიკითხო, მაგრამ ის წიგნიც შენ თვითონ უნდა გაიგო, ის ფილმიც შენ თვითონ უნდა იტირო და ყველაფერი შენ უნდა გაიარო. ამისთვის ისე ვიმეორებ, ტექნიკა, რავი, საკუთარ თავთან დიალოგი, კითხვების დასმა, სიღრმეში ჩაძრომა, სარკეში ყურება, კაი წიგნების წაკითხვა, კაი პოდკასტების მოსმენა და ასე შემდეგ. სწორედ მაგას ეხლა შენ რაც ისაუბრე, მაგას ემსახურება კოუჩინგი იმ თვალსაზრისით, რომ კოუჩინგის პროცესში ჩვენ არ ვიძლებით გამზადებულ პასუხებს. ანუ შენ გჯერა რომ ადამიანში შიგნით არის ცოცხალი კოუჩი. და შენ ატრიალებ ადამიანს იქითკენ რომ იმან კონტაქტი გააკეთოს იმ თავის შიდა წერტილთან. ეგ არის რასაც მე ვაფრიალებ დროშას. ოღონდ იმ ადამიანებს რომლებთანაც მუშაობთ აქვთ უდიდესი სიბრძნე თავისი, სადაც ყველაფერზე პასუხები იციან. ოღონდ მთლად ანდროები ვერ არიან, რომ გამოიკეტონ კარი და თვითონ პინგ-პონგი ითამაშონ თავის თავთან, რომ კითხვას თვითონ დასვან. მე აქედან დაუჭდენ თავის თავს, მე აქედან დაუჭდენ. ანუ პროვოკატორი ხარ. ამას ვერ აკეთებს მარტო თავის თავთან და შენ უჯდები და ხდები სარკე. როგორც შენ ხარ ხოლმე ხშირად სარკე ჩემთვის და ხშირად ჩამიხედია სარკეში შენგან დასმული კითხვებით. აი ესეთი სარკეები ვართ ხოლმე, იმიტომ რომ ცნობიერების აქტი ეხა გამახსენდა ესეთი ნაწილი, რომ ადამიანები ძალიან კარგად ხდებით ბრძენები სხვის ცხოვრებაში. და ხშირად არის ხოლმე რომ სხვას უფრო მეტად ამჩნევ თვალში დირეს, ვიდრე საკუთარ თვალში ბეწვს ხედავ. და აქედან გამომდინარე რეალურად ცნობიერების აქტი ხშირად გვეჩვენება ხოლმე სწორედ ის, რომ მგონია რომ მე ვარ ბრძენი, იმიტომ რომ სხვაში ვხედავ, მაგრამ დაბუნებრივიც არის. მე რომ მითხრა ეხლა სახეზე, რა ვიცი, მე ხალი სადაგაკო არც ვიცი, უნდა ჩავიხედო სარკეში. შენ ხედავ, მე ვერ ვხედავ. ანუ მე ყველაფერს ვხედავ, გარდა ჩემი თავისა, ხო? ამიტომ სამყარო ესეა მოწყობილი, რომ საკუთარი თავის შესამეცნებლად სხვა გჭირდება. კი, მაგრამ შენ მაინც გაქვს იმისი უნარი, რომ ორივე მხარეს დაუჭდე ხოლმე შენ თავს და შენ თავს სხვადასხვა მხრიდან. ეგ სამშობლო რაღაც ამბობ, იმიტომ რომ მე არა ვარ მონა ამ სხვის. ანუ მე კი ვთქვი ის რომ სხვა მჭირდება, მაგრამ მე არა ვარ განპირობებული და განსაზღვრული ამ სხვით. ამიტომ საბოლოო ჯამში მაინც ჩემი თვალით უნდა დავინახო. ერთადერთი სხვამ შეუძლია რომ ჩემი ყურადღება წაიღოს და მითხრას რომ მოდი ახლა აქედან შეგახედებ. და მე თუ გავყევი და იქიდან თუ შევხედე, მაშინ შეიძლება მაშინ მაქვს შანსი რომ დავინახო. ამიტომ დასანახი მაინც ჩემი დასანახი არის. შენთვის რა არის ტრანსფორმაცია? ჩემთვის ტრანსფორმაცია არის ფაქტობრივად მიხვედრის აქტი არის, შემეცნების აქტი არის. იმიტომ რომ მიხვედრის მე თუ მივხვდი, იმ წამიდან მოყოლებული უკვე სხვა ვარ. მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, ან დრო მიხვედრამდე და ან დრო მიხვედრის მერე სხვა პიროვნება. სხვა ბედის მატარებელია, სხვა, თუ გინდა ინდურად გეტყვი, კარმა აქვს. სხვა მე არის რა. აი მე იცვლება იმით, რომ მე რაღაცას გავიგებ და გავიგეს ზომას არ აქვს მნიშვნელობა. ხშირად ეს გავიგე ადამიანებს გვეშლება ხოლმე რაღაცა ცოდნა, გარედან ცოდნის მიღებაში და არაში და ხო. ეგ არის ჩემთვის ერთ-ერთი სასტარტო კითხვა, რომელსაც ჩემი კურსების დროსაც ვიყენებ ხოლმე და სტუდენტების მიმართაც და მეგობრების მიმართაც ვიყენებ. საფიქრალი კარგი კითხვა არის. მითხარი რა განსხვავება არის ვიცისა და გავიგეს შორის. იმიტომ რომ უნდა აღიარო რომ ვიცი ეს არის, რომ შენ მოიპარე გარემოდან რაღაცა ცნება და ჩათვალე რომ ეგ შენია. და ამ დროს ცნობის აქტი არ მომხდარა შიდა სამყაროსთან. და როდესაც იმისათვის რომ მიხვდე სულ ერთი და იგივე ფრაზას ერთ მაგალითს ვიმეორებ, რომ იმისათვის რომ პითაგორას თეორემა რომ მივხვდე, მე ჯერ ტვინში უნდა დავუშვა, რომ პითაგორა არ არის სწორი. ნახე, მე უნდა გავბედო, რომ პითაგორას ნათქვამი ცნების საწინააღმდეგოდ დავუშვა, რომ არსებობს მართებული აზრი და მე უნდა შევებრძოლო პითაგორას და თუ წავაგე ამ ბრძოლაში, მაშინ უნდა ვაღიარო, რომ პითაგორა სწორი არის. მაგრამ თუ მე ამ ეჭვს არ ვიყენებ პითაგორას მიმართ, აზროვნების აქტი არ დგება.
მაშინ მე უბრალოდ მონავარ პითაგორაზე და ვიმეორებ, რომ იგი კაცო კათეტების კვადრატების ჩამისწოლა. ან შეიძლება ისე მივიღო ის ინფორმაცია, რომ შიგნიდან გავიაზრო და შიგნიდან ჩემთან ერთად დაიბადოს, ანუ გავიგეს აქტი მოხდეს. გავიგეს აქტი რომ მოხდეს, შენ უნდა იყო რევოლუციონერი. აი ეგ არის პრობლემა. შენ თუ არ ხმალს არ ამოიღებ და არ მოიქნევ და ავტორიტეტის მიმართ არ გაილაშქრები და თუ მესმის, რასაც მეუბნება ადამიანი და ისე მესმის, რომ თითქოს მე შენ რო ამბობ ხოლმე, ასე მგონია მე ვლაპარაკობ, ეს შეგრძნება თუ ეგ ნიშნავს, რომ ეგ უკვე მოხდა ეგ აქტი, მაგრამ მე ვამბობ, რომ თუ ეგ აქტი ჯერ არ არის, ანუ თუ ვიციში ხარ და ვიციდან ახლა გავიგეზე, უნდა გინდა რომ წახვიდე შენ, აი საკუთარ თავს დაუკვირდი რა, აი მე რო გითხრა ეხა რომ რაღაცა აი ვიცი რაღაცა რა, რაღაც მარტივი ცნება რო თქვა, ვიცი რომ ხვალ ლარის კურსი შეიძლება და იქნება, ვიცი მე, ამდენი და შენ ვიტყვი რომ საიდან ეს აფერისტი ხო არ არის. ანუ ეს იგი ეჭვი არის აუცილებელი ატრიბუტი, რომ შენი აზროვნება დაიწყო. იმიტომ რომ შენ თუ უეჭველად ჩემს ცნებას იღებ, მაშინ შენ ყოფილხარ ადვილად გასაბრიყვებელი ადამიანი. კი ბატონო, ზუსტად ეგ. ანუ და მე იბადება ეჭვით. და რა არის ეს ნამდვილი მე? ნამდვილი მე არის ის, როდესაც ეჭვის მერე შენ შენი გამოცდილებით დაადგენ და სულ ერთია რას დაადგენ მარცხენას თუ მარჯვენას, მაგრამ ეს დადგენილი უკვე შენს მიერ მოპოვებული და შენი ნამშობიარები არის. და აი ის უკვე არის ნაღდი. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. შეიძლება მე რო ხვალ მივხვდე იმას, რომ დღეს რაც მივხვდი დებილობა იყო, რა თქმა უნდა. შეიძლება რომ ზეგ მივხვდე, რომ ხვალ რასაც მივხვდი ის დებილობა, რა თქმა უნდა. შეიძლება მე კიდე ბევრჯერ გადავასწორო ჩემი მიხვედრილი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე რომ მივხვდე, რომ მეშლება, მაგასაც უნდა მივხვდე. ამიტომ საბოლოო ჯამში მიხვედრას მე ვერ გავექცევი. მე რომ ვერ მივხვდი, მაგასაც უნდა მივხვდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე იზღა დამრჩენია, რომ ეხლა დღევანდელი თვალსაჩინოდან რასაც მე შემეძლია რომ მივხვდე, რომ მეშლებოდა, მაგას უნდა გავყო. სად გამიყვანს ეს გზა? არ ვიცი. მე მეცაც გეტყვი, თუ ადამიანმა წინასწარ იცის სად გავა, ის უსინდისოა. ხო? მე ვიცი რომ რა იცი, ის სახარებაზე გავალ, უსინდისო ხარ შენ, იმიტომ რომ წინასწარვე შენი დესტინაციის წერტილი მოძებნე. იქნება, რა ვიცი, მე ისა ხარ შინტოისტი ხარ, რა ვიცი მე ვინახარ რა. იმიტომ რომ აზროვნების პატიოსნება მოითხოვს იმას, რომ ჭეშმარიტების ძიებაში წინასწარ არ უნდა კონდეს სურვილი სად იყოს ჭეშმარიტება. ეგ პატიოსნების ელემენტი არის და მე ვამბობ რომ მე რელიგია არ მაინტერესებს, მე პატიოსნება მაინტერესებს. აი რას მოიტანს პატიოსანი აზროვნება, ეგ მაინტერესებს. და ეცია მაინტერესებს, ხშირად მიკამათია ჩემს მეგობრებთან საკითხზე, რომ ადამიანი არ იცვლება. ეხლა ერთი მხრივ საუბრობ ტრანსფორმაციაზე და მეორე მხრივ სტანდარტული სიცხლის ზღურის ოთახია. რომ ადამიანი არ იცვლება და შენი მოსაზრება მაინტერესებს მაგას. მე ჩემი პასუხი მაგაზე არის მარტივად. მე ვარ 19 აგვისტოს დაბადებული ადამიანი. ფერიცვალების დღეს ყველაფერი რაც მიკეთებია ცხოვრებაში და რაც მიფიქრია, ყველაფერი არის დაკავშირებული ფერიცვალებასთან. მარტო ფერიცვალებას ხედავ თვალებში, მე ვერაფერს. მე რომ ერთი წამით დავუშვა, რომ მეტამორფოზა არ არსებობს და ფერიცვალება არ არსებობს, მაშინ საერთოდ ყველაფერს ეკარგება აზრი. აი, საერთოდ ყველაფერს. შეგდა თავი მოიკლა ეგრევე. ხო, მე ეხლა რაც მესმინება არის ის, რომ შენთვის ყოველი დღე არის ცვლილებების აქტი. და ყოველი დღე რაღაც ახალი შემეცნების. მე რა მამადაშვილს იმაში დავეთანხმები, შენ თუ დღის ბოლოს იგივე ხარ, რაც დღის საწყისში, ესე იგი შენ წრეზე ტრიალებ და ეგ ჯოჯოხეთი. ხო, მაგრამ იცი რაზე მიკამათია, რომ ადამიანი არ იცვლებას ნაწილში ამბობენ იმას, რომ თოჩანაშვილის ეს რო არის, ხო იცი, იგივე ხინკლის ჭამის დროს იგივე ბითური ვარ, მივხვდი რომ იგივე ბითური ვარ, რაც ვიყავი, ანუ ამ ნაწილში ამბობენ, რომ ადამიანი იგივე რჩება, რაც არის შინაგანი ნაწილით და მე ვამტკიცებ იმას, რომ დამოკიდებულებას იცვლის ადამიანი. რა თქმა უნდა, აქ ხა ცოტათი თვალები რომ მოუჭუდოთ და ხო სიღრმისეულად რომ შევხედოთ, აქ ფენა მოდის ეს ფერიცვალება. ფერიცვალება არ არის რომ ჰოპ და შევიცვალე. მე შეიძლება ვერ წხვდებოდე, როდის დამეწყო მე ეს პროცესი, როდესაც მე შინაგანად ვიცვლებ. მე იმასაც ვიტყვი, რომ მე რომ დავფიქრდი, რაღაცა ხო არ მეშლება.
ვიფიქრე და რაღაც არაფერი არ მეშლება გავაგრძელე ცხოვრება. მაგრამ მე უკვე სხვა ვარ. იმიტომ რომ მე უკვე გავაკეთე ჩემ თავში გამოყოფა ჩემი თავისაგან და ეჭვი მივიტანა ჩემს თავზე. რამანა მახარში ძალიან მაგარი მოაზროვნე. ის ამბობდა რომ ყოველთვის შენ თავს კითხე ვინ ახარ. ნებისმიერი პასუხი რომ გასცე ამ კითხვას დებილობა არის. მაგრამ ამ კითხვის დასმა მთავარი რომ შენ თუ მართლა დაუკვირდები ვინ ახარ მდგომარეობა, როდესაც შენ გიკვირს შენი თავი, აი ეგ არის ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა. ხო? და როდის დაიწყო მეტამორფოზა? როდესაც შენ დასვი კითხვა. და რეზულტატი რა იყო? მოიცა რა დროს რეზულტატი არის? რეზულტატი იქნება 7 წლის მერე, მაგრამ მეტამორფოზა უკვე დაიწყო. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნუ ჩქარობ. და ნუ ხარ ეს რაღაცა რეზულტატ ორიენტირებული. აქ ძალიან ნელ პროცესზე არის საუბარი, რომელიც უნდა მომწიფდეს და ამ მომწიფებისთვის შეიძლება დუმილიც კი იყოს აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც შენ თუ უბრალოდ გაჩუმდი, ეს უკვე ნიშნავს, რომ სერიოზული პროგრესი აქვს. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი სტატისტიკურად რო გითხრა, ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანი რატომაც ვერ მიდის მეტამორფოზამდე, რომ პირველივე სავარჯიშოს ვერ აკეთებს და პირველივე სავარჯიშო არის ის, რომ გაჩუმდი რა. აი ნუ აგრძელებ იმ ინერციის გზას, რითაც მოდიხარ. აი ამ სიჩუმეზე მინდა რომ ვიკითხო, რა უფრო უშლის ადამიანს ხელს თავის თავთან დაბრუნებაში? აი ეს ხმაურის ნაწილი, რომლითაც სიჩუმის აქტს ვერ აკეთებს ხშირად, ცხოვრების სიჩქარე, რომელიც ის ტემპი, რომელიც გვაგდებს ჩვენი რიტმიდან, რომ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ გამოიკეტო კარი და უბრალოდ გაჩერდე. და ამ სიჩუმეში იყო და მესამე რაციონალური გონება, სადაც მუდმივად ხმაურია, მუდმივად ილუზიებში ვართ და არა რეალობაში. მე მგონი კიდე მაქამდე არის პრობლემა. ეგ მაგას კიდე რა უჭირს? იმიტომ რომ იმ გარემოსაც ნახავ, იმ რასაც ბოლო-ბოლო სადღაც განერიდების სიტუაცია სადღაც. ყველაზე დიდი ძაღლისთავი არის დამარხული იმაში, რომ მე მგონია, რომ უკვე ვიცი. ანუ ის მე ეჭვისთვისაც არ გამომიყოფია ჩემს ცნობიერებაში რაღაცა ადგილი. იმეჩსაც არ ვიღებ, იმიტომ რომ რა ეჭვი მე უკვე ვარ. ანუ ფაქტობრივად მე ვამბობ იმას, რომ ამპარტაუნობა არის ყველაზე დიდი ბლოკი. თუ ამპარტაუნობა გვერდით გაწეული არის, მე ყველაფერს ეშველება. და ეს ამპარტაუნობა იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ქუჩაში დავდივარ და ესეთი ცხვირაწეული დავდივარ. არა, ამპარტაუნობა ნიშნავს იმას, რომ მე არც ვუშვებ, რომ შეიძლება მეშლებოდეს. რა არის ამპარტაუნება მაგის გარდა? ამპარტაუნება ეს არის, როდესაც ნაწილი ამბობს, რომ მე ვარ მთელი. პატარა ნაწილი ხარ, რომელიც იჩემებს მთელობას. ეგო იჩემებს, რომ მე ვარ ღმერთიო რა. ოღონდ ეგო იჩემებს და ვერ ხვდება, რომ ამ დროს მართლა ღმერთია. ხო, რეალურად ის კი არ არის ღმერთი, რაც თვითონ შეთხზა თავის თავზე. არა, რაც მართლა არსით არის, ის არის ღმერთი. და ოღონდ იმას ვერ უყურებს, იმიტომ რომ იმას რო უყუროს, მაშინ უნდა გამოვიდეს და მოტრიალდეს. მაგრამ ეგ ტკივა. ხო, ამპარტავნება არის, როცა გტკივა შენიშვნების მიღება, როცა გტკივა. იმიტომ რომ გინგრავს ეგოს. უკავშირი, რომელიც ხო, შენი სისრულის დამანგრეველი არის და მე რო ეხა სიტყვაზე არ ვიცი ფსიქოლოგია, ეგ ნაწილი შენ დამეხმარე ხა იქით ამხარიდან რა, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ მე ვაშენებ ჩემს ეგოს მთელი ცხოვრება. ტექნიკებიც მაქვს, უკვე თავდაცვაც ვიცი, შეტევაზე გადაცვლაც ვიცი, ვინა ბიჭო, უბანი რამე და უცებ მე ვიღაცა მოდის და მეუნება მოიცა, კაცო შენ ის არა ხარ? და მიმითითებს იმ დაუცველ წერტილზე, სადაც მე ჯერ შიშველი ვარ, ხო? და მე ამ ტიპს ან გაურბი ვარ, ან შეიძლება დაუბრიდო, იმიტომ რომ სხვებმა არ დაინახოს, რომ მე იქ სუსტი ვარ. და ამ დროს შენ ახლა მესაუბრები მეტამორფოზაზე და მეტამორფოზის სტრუქტურა არის ესეთი, რომ მე უნდა მივხვდე, რომ ეს ანდრო არის ჩემი გამოგონილი და ჩემი შეკოწიწებული და ჩემი შეთხზული და რაღაცა მიწეპებულ რაღაცა ხელოვნური სიმბიოზი, რომელიც პრინციპში ტყუილზე აგებული და ტყვილითვე არის ნაშენები, ფანტაზიურობით. კი ამან თავისი ძალები იმას აქნა, მოიპოვა, მაგრამ რეალურად სუიტყუება
და ეხა მე უნდა მივხვდე, რომ მე ის კი არა ვარ, რაც ვაშენე, არამედ მე ვარ ის, ვინც აშენებდა ამას და ბუნებრივად უნდა მომძვრეს ეს ეგო და ისევ უნდა აღმოჩნდე იმ შიშველ დაუცველ მდგომარეობაში, მაგრამ უკვე იმ ძალებით, რომელიც მე ეგო მასწავლა. ამიტომ გამოდის, რომ ეგოს თავისი სერიოზული ფუნქცია აქვს. ის ეგომ თავდაცვა რო გასწავლა. ახლა ამ ეგომ კი არ უნდა შეიზილოს, ამ ეგომ ეს ძალები უნდა აჩუქოს მაღალმეს. რა ვარი ამბავია? ძალიან დიდი რისკია იმისი, რომ ეს ტრანსფორმაცია იქცეს იმად, რომ ეგო გაიბეროს. იცი მე ეხა უკვე ძალიან ფაქის თემებს ვეხებით. და მე გეტყვი მან რა აზღვევს მაგ რისკს. შენ თუ შინაგანად არ იყურები მაღალი მეს პოზიციიდან და ქვედა მედან ჩალიჩობ, ყოველთვის შეგეშლება და რისკი დიდი არის და შეიძლება გადაყვან. როგორ მიხვდეს ადამიანი საიდან იყურება? ის უნდა მიხვდეს და მიხვედრა თვითონ მოაძრობს ზედმეტს. იმიტომ რომ რეალურად ახლა მიხვედრა იცი რა არის? მიხვედრა არის რომ მე მეგონა რომ ეს ვიყავი და თურმე ყოფილვარ ეს. მიხვედრა აკეთებს იმას რომ შენი მე უკვე სხვა პოზიციაზე გადავიდა და იმ პოზიციას უკვე მობეზრდა ყველაფერი რაც ტყუილია და როგორც კი მხილება მოხდა ტყუილი გაიქცა. აი ტყუილის სტრუქტურა არის ის რომ ტყუილს თუ ამხელ თვითონ გარბის. შენ აღარ გჭირდება ჩალიჯი მოძრობა ტკივილი რაღაც არ გჭირდება ყველაფერი. მხილება არის ეგ ხო ხტები ანუ შენ რო ამხელ შენ თავზე დედა რა შტერი ვიყავ კაცო როგორ სუტყვილში მიცხოვრია რა წამს ამას მიხვდები იმ წამის მერე ის აღარ გტკივა. ხო ფსიქოლოგებმა ხა მაგის მეტი რა იცი მთელი ფსიქოლოგიური თერაპია მაგაზე დგას მიხვედრაზე ხო ესე იგი ფსიქოლოგი დაგიждდება ჩაყვება რაღაცა ბავშვურ რაღაცა იმებში და მიგითითებს და გაპოვნინებს და გამხელინებს და შენ თვითონაც ფერი მართლა ფიზიკურად ფერი გეცვლება ხო შენ ახლა ლაპარაკობ იმაზე რომ ცნობიერების აქტი როგორ გააკეთოს ადამიანმა მაგრამ ამ ცნობიერების აქტის გაკეთების დროს არის ძალიან დიდი შიში იმისი რომ შიში თითქოს არის მცველი და გადამზღვეველი რომ ეგო არ მოგტეს და კონტროლის გაშვება უჭირს ადამიანს. წარმოიდგინე მთელი ცხოვრება ბავშვობიდან მოდის ადამიანი იკეთებს ამ ნიღბებს, ამ ნიღბებით ცდილობს გონია მეგონას ზღაპარში ვცხოვრობს მთელი ცხოვრება და ამ მეგონას ზღაპარში არის ის რომ მე მგონია რომ ამ ნიღბებით მე კონტროლზე მყავს აყვანილი ყველაფერი და ამ დროს პირიქით ვარ რეალურად ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად ჩანს როგორც წეღან როგორც თქვი ხვის თვალში დირეს ვხედავთ და საკუთარ თვალში ბეწვს ვერა ამ დროს მე ისე მგონია რომ ვაკონტროლებ გარშემო ყველაფერს და ეს ნიღაბი მიცავს და ეს ნიღაბი არის რა ვიცი სოციუმის დაკვეთაზე მორგებული იმიჯი ჩემი რომელიც მოვირგე, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო მეტად ვეყვარები ადამიანებს, უფრო მეტად მიმიღებენ, უფრო მეტად ჩემიანები გახდებიან და არა და იქიდან ჩემ თვალში დირეს ხედავენ და ეს მაკონტროლებელი ტიპი უფრო კარგად ჩანს გარედან და ამითი მიზიდვის ნაცვლად განვიზიდავ ადამიანებს. ოღონდ ამას მე ხო ვერ ვაცნობიერებ, იმიტომ რომ ჩემ თვალში ბეწვს ვერ ვხედავ. და შესაბამისად მაქვს შიში ამ კონტროლის ხელიდან გაშვების, იმიტომ რომ მაშინ ეს თუ ხელიდან გაუშვი, მართლაც თავისით ჩამომვარდება ეს ნიღაბი. და მანდ არის პრობლემა. ნიღაბი რო ჩამომვარდება, შიგნით ადარჩება. ნიღაბი რო ჩამომვარდება, შიგნით პრობლემა არის ის, რომ ის ყველაზე დიდი შიში ადამიანს აქვს ის, რომ გამოჩნდეს მართლა მე ვინ ვარ. აი მაშინ დამაჯდება სიკვდილის ბოზე, იმიტომ რომ არაფერი შიგნით არა ვარ. და ამ დროს პირიქით არის, რომ გამოჩნდება ის ვინც ხარ, მაშინ უფრო უყვარდები ადამიანს. უნებრივია, მაგრამ მაგას შინაგანი სიმწიფე სჭირდება. და ეს შინაგანი სიმწიფე არ მოდის გარეთა მეცადინეობით. შინაგანი სიმწიფე მოდის ტანჯვით, დარდით, სევდით, ცრემლით, გადააზრებით, სხვა კუთხიდან შეხედვით, აღიარებით და მე გაღიმებით. და მე იმითი რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ამის გაცნობიერებით და ის რომ ამ ყველაფრის ავტორი შენ რო იყო სამყაროს მბრძანებელი შენ თავს მაინც გაუჩალიჩებდი ამ ყველაფერს
იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იზრდები და მე ხვდები რომ მე მგონი ეს სამყარო ვინც შექმნა ეგეც მე ვარ იმიტომ რომ მე რო შემექმნა მეც ასე შევქმნიდი ამიტომ ბუნებრივად გამოდის რომ შენ გაუგებ სამყაროს შემქმნელს რატომ არის სამყარო ისეთი როგორიც არის ხო იმას მაინც გავიგებ ეს ტკივილი რაში მჭირდებოდა კი იმიტომ რომ შენ გაიგებ ტკივილის გარდაუვლობას და თუ ტკივილის გარდაუვლობა გესმის მაშინ ტკივილის აღარ გტკივა მაშინ ტკივილის მადლიერი ხარ მაშინ ამ ტკივილს ეძებ კიდევაც შენ ამბობ რომ ტკივილი არის აუცილებელი იმისთვის რომ ადამიანი გაიზარდოს მე ესე გეტყვი თუ მე მოვახერხე და აზროვნებით ჩემ თავს გავუჩალიჩე ტკივილი რაც ფაქტიურად ნიშნავს ფიქრში ჩავარდნა თუ გინდა მედიტაცია და არქვი ეს არის ერთი რითაც მე შემიძლია აზროვნების აქცე გავიდე თუ ამას ვერ გავაკეთებ მაშინ ეს ტკივილი ჩავა სადღაც ჩემს რაღაცა ხასიათებში სოციალურ ურთიერთობებში და მეტკინება რაღაც ეს ურთიერთობის მომენტი თუ კიდე შეიძლება ჯანმრთელობაში და თუ კიდე შეიძლება ფიზიკურად მეტკინებას. იმიტომ რომ სამყარო მე მაფხიზლებს, ოღონდ იმ დონეზე მაფხიზლებს, რა დონეზედაც მე წამკითხველი ვარ ამ გაკვეთილის. მე თუ დავხურეზე და რაღაცა პორტოჩკები მაშინ ქვემოთ დამარტყავს. და ყოველი ქვემოთ დარტყმული უფრო მტკივნეული არის. ამიტომ მე ვამბობ რომ მე სადაც შემიძლია ჩემი გონებით ვიტკენ და გონებით ვიტკენა ნიშნავს რომ მე დავждები და ვიფიქრებ. ნახე რა საინტერესო რაღაცას ამბობ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვცდილობთ ხოლმე რომ ადამიანი იყოს ერთი მთლიანი და მთლიანობა არ იყოს დარღვეული. მეორეს მხრივ ამ ტკივილის დროს ჩდება ჩვენში ბზარები. და მაგ ბზარებში შემოდის სინათლე. ხო, ეგ რუმის ის არის აქვე ფრაზა. ხო. ბზარები, რომლიდანაც სინათლე შემოდის ჩვენში და ამ დროს იაპონელებმა ცხოვრიცი როგორ იციან ხოლმე ჭიქარო გატყდება ხოლმე ოქროსფერი რაღაცით ამოავსებენ, ხო. ამ ბზარებისაც გვეშინია, ხვდები, იმიტომ რომ არასრულის, ხო, ეგო ინგრევა და ვცდილობთ რომ სწრაფად ამოვავსოთ ეს ბზარები და ამ დროს მოდი კიდე უფრო გაგიმარტივებ მაგას. გასაგებია რომ ეგრეა. მეც ეხლა რაც ამ აქვილაპარაკო ბევრი როგორც კი მიმიშვებ იმასთან რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ და ვერ შვები ვაიმე ფართხალი აგერ 2 დღის წინ ვინდსერფინგი დავიგავე ხელში რაღაცა და თან ის მეუნება ტრენერი მეუნება ჩემი კარმა რა ვთქვი ეს ტრენერი მეუნება რომ ეხლა ამას რომ ხელში რომ დაიკავებო ჯაჯგური არ დაუწყო იმიტომ რომ ჯაჯგურს რომ დაუწყებო ეგრევე შენო ეხლა ის მიკუთვნების და კონტროლის ინსტინქტი თუ გაქო დამღუპელი არისო პირიქით რაც უფრო ფეხზე კიდეო უფრო მეტად გააკონტროლებო და მეოთხე ქართულ ქალებს უნდა უთხრათ მეოთხე ხო და აი ეგ არის ძალიან მაგარი მომენტი რომ შენ უნდა მიუშვა და შენ უბრალოდ მიმართულებები უნდა აკონტროლო თორე ძალა არ უნდა იხმარო ფაქტიურად ძალა არ უნდა დახარჯო რა ვაიმე რა რთულია იცი რა რთულია და გამოსავალი რა არის და რა ვიცი 100 ჯერ უნდა წაიქცერა და მე მიხვდები რა ამას ვერ იტყვი რა ეს ადვილად თქმადი არ არის ანუ კი იტყვი მაგრამ მე უნდა ადგე და უნდა გააკეთო და აი იქ მე არის რომ დამელინკა ზუსტად იმასთან წეღარასაც ვამბობდით რომ კონტროლის გაშვება ბუნებრივია იმიტომ რომ შენ კი ხაშე ეს ბიჭიც ესე მეუბნებოდა რომ შენი ტვინი არის მიჩვეული იმას რომ რაც უფრო ჩაბღაუჭებული გაქვს მithom მეტი კონტროლი გაქვს აქ ამ ტოპოლოგიაში მასი არ არის აქ არის პირიქით რაც უფრო გაუშვებ მით უფრო მეტი კონტროლი გაქვს და მაგრამ შენი ტვინი არ მოყვება ანუ აზრის დონეზე გაიგე მაგრამ მთელი სხეული გეუბნება რომ მოიცი აი წამით რაღაცა მთვარეზე ვარ ახლა მაგას კონტროლი კი არ ქვია, რაც უფრო გაუშვებ, მით უფრო მეტად ლავირებ. სწორია, უბრალოდ ჩვენ საუბრობ იმაზე, რომ ეს ამის თქმა ერთია, მიდი ბიჭო, აბა კენი და მე ხვდები რომ რთულია. ცხოვრებაშიც ეგრეა. ყველაფერი რა თქმა უნდა. აბა რთული რო არ იყოს, აქ კი არ ვიждებოდით. ხო, და შიში არის მნიშვნელოვანი მომენტი მანდ. მაგრამ აი აქ კიდე მეორე მომენტია, რომ ერთხელ რო გააკეთებ და დაეპერტყები, მეორეჯერ დაეპერტყები, მესამეჯერ, მაგრამ მეოთხეჯერ დააპარტყებს იტყვი რომ მოიცი, მე მგონი რაღაცა, მე მგონი დავამოყავ, მე მგონი და კიდე ბოლოში რომ გამოგივა და გაგეცინება და აი მანდ არის ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თითქოს და სხეული გელოდებოდა, თითქოს და შენც იცოდი რომ ესე უნდა ყოფილიყო, თითქოს და მიაგნებ და მე კატასტროფულად გიხარია. იმიტომ რომ აი ის მდგომარეობა უკვე არის მდგომარეობა რომელსაც დაარქმევ რომ მე ვარ.
აი ბუნებრივი მდგომა, აი ძალის ხმების გარეშე რომ შენ აბალანსებ ფაქტურად ამას იმით რომ არც არაფერი და ვიღაცა ტიპი გიყურებს და ვაიმე ეს როგორ დგას იმაზე და რაღაცა ქარი უბერავს შენ აქეთ ეკაჭები ისიკეთ და რამდენი ძალის ბალანსის წერტილი არის და შენ ამ დროს აი ამ ტალღებზე მიცურავ ისე როგორც შენ გინდა. ნუ აი შეიძლება გული გაგისკდეს რა. გმირის მოგზაურობის ბოლო ეტაპია, სადაც თავარი ჯილდო გაქვს რომ მე შევძელი და სუსტად და ეგ იმხელა კატეგორიის სიხარული არის, რომ რა ის ეგო და რა ის კონტროლი და რა ის წარმატება და რა ის თუთმახარი. შენთვის რა არის წარმატება? ჩემთვის არის ჭირი და სიკვდილი წარმატება. მეზიზღება ეგ სიტყვა. წარმატება ეს არის სიზმარი, რომელიც ესე იგი გაძინებს რეალობაში და გაფხიზლებს წარმოსახვაში. გაცინებს რეალობაში და გაფხიზლებს წარმოსახვაში. სუსტად ეგ არის. იმიტომ რომ შენ თუ ხარ ის რაც ხარ, მაშინ მაგ სიტყვას არ იყენებ უბრალოდ. მაშინ ისედაც ხარ. გაძინებს რეალობაზე რომ ჩავიდეთ რა. რეალურად კარგად რო დავუკვირდეთ ჩვეულებრივ ძილში ცხოვრობთ, ხო? გძინავს. შენ შეგიძლია თქვა რომ რაღაცა ცნობიერების მდგომარეობას შედარებით ეს მდგომარეობა არის ძილი. ხო. ესეთი ჩემი წარმოდგენით ვამბობ, რომ გძინავს და ეს ამ ძილში გეტყვი მე რას გულისხმობ, რომ მე მაქვს ჩემი წარმოდგენები ყველაფერზე. თითქოს ესეთი ოფთალმოლოგთან რომ მიდიხარ და სხვადასხვა ლინზებს რო გიდებს, ხო? აი ესეთი ბევრი ლინზები ჩამიდო ცხოვრებამ, სხვადასხვა ვერსიები და აი ამ დაბლარული ჩემივე ფსიქოლოგიური სათვალიდან ვუყურებ ამ ცხოვრებას. ცხოვრებასაც და საკუთარ თავსაც იმ შეზღუდულობით, რომ მე რაღაცები არ შემიძლია მე ანუ ჩემ თავზე რა წარმოდგენაც მაქვს და პირიქით გაბუსტული ეგო რაც მაქვს ამ წარმოდგენებით, სხვა ადამიანებზეც რა წარმოდგენა მაქვს, ზოგი ისეთია, ზოგი ძალიან დიდია, ზოგი ქვემოთ არის, ზოგი ზემოთ არის და ასე შემდეგ. და სამყაროც როგორია და კონკრეტულ სიტუაციაში ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მე ვქმნი რაღაცნაირ სიზმარში ხო არის სცენარი, რომელიც ვითარდება. ჩემივე სცენარი დავდე ჩემი წარმოდგენებით ჩემ თავზე, სხვა ადამიანებზე და ამ სცენარში ვაცხოვრებ ჩემ თავს და თითქოს ამ სიზმარში რაღაცა როლები მომანიჭეს და ეს როლი რომ მომანიჭეს, ბავშვობიდან ავიღე ეს როლი და ცდილობ რომ საუკეთესოდ ვითამაშო ეს როლი. მეტიც ვითამაშო კი არა, ცდილობ რომ გავხდე ეს როლი, რომელიც მე ავიღე და შევქმენი ჩემი იმიჯური როლი და გარშემო ადამიანებიც რომლებიც არიან და ამ როლებში მყავს განაწილებული მე ჩემი წარმოდგენით, იმათ თავისი სიზმარი აქვთ და ისინი თავის სიზმარში ცხოვრობენ. მე ჩემი სცენარით მათ როლები მივანიჭე და უფრო მეტიც მე მათთვისაც ვქმნი სცენარს. მე თუ შენ კარგი ტიპი მგონი ხარ და ესეთი პოზიციონირება მოგეცი, მე ჩემი ქცევის სცენარში ისე ვიქცევი, რომ შენი კარგობა გავამყარო. და მე თუ ამოვიჩემე ადამიანი და პირიქით მას მივანიჭე როლი, რომ ის აუცილებლად მიღალატებს, მე ისეთ სცენარს დავდებ ჩემი ქცევის, რომ იმან თავისი მოღალატეობა გაამყაროს ამ სცენართან მიმართებაში. ანუ მე ვიწვევ იმის სიცუდეს,აც და იმის სიკარგესაც ჩემი წარმოსახვით, იმიტომ რომ ჩემი წარმოსახვიდან გამომდინარე ის როლი მან უნდა გაამართლოს. მე მოლოდინები შევქმენი ადამიანებზე, რომლებმაც ეს მოლოდინები უნდა გაამართლონ და ეს მოლოდინი თუ ვინმე არ გამიმართლა, იქ ვიწყებ უკვე ბრძოლას, რომ რაღაცა აცთენაა ჩემ სცენარში და აქ თუ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა, გადავდივარ მტკიცებით ფორმაში, რომ მე მართალი ვარ. და
ამ დროს გარშემო ყველაფერი შემიძლია გავაცამტვე რომ მარტო იმისთვის რომ მე დავამტკიცო რომ მართალი ვარ და ამ საკუთარი თავის სიმართლის მტკიცების პროცესში შეიძლება ის ტოტით შემომეჭრას რომელზეც მე ვზივარ და შეიძლება უცებ ისეთ ადგილას ჩავარდე რომ აღმოჩნდეს რომ თავისით ჩამომეხსნა რაღაცეები და უცებ აღმოჩნდი იმ გარემოში ნიღაბით თავისით რომ ჩამომვარ და ცოტა ხნით. მაგრამ აქ უკვე ჩემზეა დამოკიდებული მე რამდენად გავუძლებ. ნიღაბით ჩამომვარ და ვგულისხმობ იმას, რომ ცოტა ხანი გამომაფხიზლა სამყარო. ხო? აი ამ სიზმრიდან გამოვედი, გამოფხიზლდი და მე რამდენი ხანი შემიძლია იქ დარჩენა თუ ისევ სიზმარში უბრუნდები. არ ვიცი, რაღაცა ნოველა გამომივიდა ეხლა. მაგ პარალელში მოყვები სრულად და კიდე შორსაც ხო არ წავიღო მეთქი ახლა ვფიქრობ. სიზმარი არის ეგეთი მდგომარეობა, რომ ჯერ ესე გვერდიდან შევხედოთ, რომ ფიზიკურად ლოგინში ხარ, მაგრამ შენი აღქმებით რაღაცა სამყაროში ჩდები, ხო? იქ რაღაცები ხდება. და უკვე გაყოფილ მდგომარეობაში ხარ. უკვე არ ახარ სრული. თითქოს და გამოფხიზლება ნიშნავს, რომ აი ახლა უკვე ჩემ ფიზიკურ სხეულთან ერთად გავერთიანდი და უცებ მივხვდი, რომ აი ეს ოთახში ვარ და ხო არ მაგვიანდება და ესე იგი რაღაცნაირად შეკრება გავაკეთე ჩემს თავში. თუ მეტყვი რომ არის თუ არა მდგომარეობა, რომლის მიმართ ეხლაც მე მძინავს, მე გეტყვი რომ კი არის ეგეთი მდგომარეობა, რომლის მიმართ მე ხა ვარ დაშლილი და ჩემს აღქმაში ვარ დაშლილი. ის რომ ეხლა შენ მგონი ხარ რომ არსით ხარ სხვა, ეგ არის რომ მე მძინავს. ჩვეულებრივ ეგოისტურ მდგომარეობაში მე დაშლილი ვარ და ჩემივე თავს ვერ ვცნობ, როდესაც ის იმას ვხედავ გვერდიდან, იმიტომ რომ მე ის მგონია რომ არის სხვა. მომყვები ხო? ამიტომ მაღალ ცნობიერებაში შენ სხვას უყურებ როგორც შენ თავს. ქრისტიანობა ამას სიყვარულს ეძახის, ინდოეთში ამას ტატუამასის ეძახიან, რომელიღაც კულტურაში თავისი ყველგან თავისი რაღაცა განმარტება ამას გააჩნია, მაგრამ რეალურად შენ დადიხარ იმაზე, რომ ცნობიერება არის ერთი. და აი ამ მდგომარეობიდან თუ შეხედავ, მაშინ შენ ხარ გძინავს. და შენ უკვე სტრუქტურასაც მოკარი თვალი, რომ მაშინ ყოფილა, რომ დანაწევრებულ მდგომარეობაში ჩემი ყოფნა ყოფილა ძილი. ეგო ერთ-ერთი დანაწევრება არის, როდესაც კიდე ჩემი არსი კიდე ორ ნაწილად იყოფა, რომ რაღაცა უკან მიდის პოტენციაში და რაღაცა ფრონტალური წინ გამოდის, რომელიც იტყუება და ამის მერე კიდე ეს ეგო რო კიდე როლში რო შევა და ცოლთან სხვანაირად ლაპარაკობს და სამსახურში სხვანაირად ლაპარაკობს და იქ კიდე რო იტყუება და კიდე რო შინაგანად ზრახვარაც აქვს, ერთი აქვს და კიდე ფრონტალურად რასაც ლაპარაკობს და სულ ამ დანაწევრებაში რო არის, ტყვილში ხარ რა. ანუ შემიძლია თქვა, რომ ტყვილის ესე იგი ტყვილში კი არა ხარ, სიზმარში ხარ, ხო? ანუ აი ეს პარალელის რაღაცნაირად ხედავ, რომ ტყვილი და სიზმარი გავს ერთმანეთს და გამოფხიზლება სწორედ ნიშნავს ტყვილიდან გამოსვლას და გააზრებას იმისა, რომ თურმე რა ყოფილა ერთიანი დიდი სურათი. ხო? ამიტომ ამ პარალელს ვღებულობ. და ბუნებრივია გეთანხმები ხა იქ შენ მე როგორ აღწერე რომ ადამიანს ეს როგორ შედის ამ მდგომარეობაში რა ემართება დეპრესია, ნიღაბი ჩამოგძრა, რეფლექსია მოგცა, გარესამყარომ და ეს ცალსახად მასი არის. მაგრამ თუ კი ესე ფილოსოფიურად შეხედავ რომ რა არის წერტილი რომელიც მე თავიდანვე შემეშალა, რომ საერთოდ ამ გზაზე დავდექი. გაორების გზაზე. ეგ არის ედემის ბაღში რომ შეჭამა ხე იყო განტოტების სიმბოლო, გაორების სიმბოლო იყო და ხისგან ნაყოფი შეჭმა ნიშნავდა რომ შენ უკვე ამ გზაზე დადექი. ამ დროს მე ვამბობ რომ ეს იყო გარდაუვალი გზა, იმიტომ რომ ეს არის ეჭვი. ეჭვია გაორება. ხო? და თუ ეჭვია გაორება, სადაც 1 ორდება და 2 ოთხდება და 4 8 ხდება. შემეცნება არის ამის უკუ პროცესი. როდესაც მე 2 ვიყავი და გავხდი 1. ხო? ინდურ კულტურაში ამას ხატავენ როგორც ამოყირავებულ ხეს. ან ხეს, რომელსაც შენ წყლის რეფლექციაში უყურებ. რა საინტერესო. ხო, ეს არის მათი ის არის სიმბოლო არის, რომ შემეცნება არის. ქვემოდან გატოტილი იყო და ერთიანდება და საბოლოო ჯამში everything is one.
ხო, და ანუ შენ ხვდები რომ თუ ბრძოლაში ხარ უკვე იტყუები. ზუსტად. როგორი სათქმელია, მაგრამ ეგრეა. თუ მხარე ხარ უკვე იტყუები. იმიტომ რომ მხარე ხარ, იმიტომ რომ შენ არ გესმის მეორე მხარეს. ზუსტად ეგ არის. ეს არის ის რომ მეორე მართალია და შენ ტყუალი ხარ და იმას უნდა ესე იგი ქვია დანებდე და ასე შემდეგ. ეს არ არის გაგებაზე. სწორი. და არა. ანუ აქ არის საუბარი იმაზე რომ შენ მცდელობა არ გაქვს რომ გაუგო. და შენსასაც ვერ აგებინებ. იმიტომ რომ შენ ერთი რაკურსით ხედავ და არა. და სადღაც არ ვიცი შენ ან ვიღაცას უნდა რომ ეს გაგება არც მოხდეს. ვერ აგებინებ, იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი არის შენ იყო მართალი. შენთვის მიზანია რომ გააგებინო და არა ის რომ გაიგო. კიდე ცუდ რამეს გეტყვი. თუ შენ ეკუთვნის შენ თავს და მარტო შენ ესე იგი გამოდიხარ ამ სცენაზე შენი თუნდაც შენი ეგოს სახელით, მან კიდე რა უჭირს. აი როგორც კი შენ ახმოვანებ ან შენს შეფს, ან შენს კომპანიას, ან შენს პარტიას, ან შენს სახელმწიფოს, ან ერს, ან რაღაცა კრებსიც და პიროვნულ პასუხისმგებლობას ვერ, ანუ შენი ქცევა არ არის შენი პიროვნული მიხვედრის აქტის რეზულტატი, არამედ ეს არის რაღაცა message box-ი და ნარატივი, რომელსაც სხვა გისაზღვრავს, ანუ შენ დეპერსონალიზირებული ტიპი ხარ. აი მაშინ იქ არც კი ელოდო რომ გაგების აქტი მოხდება. იმიტომ რომ შენ თვითონ არ გესმის და სხვა რა უნდა გააგებ. გაგების აქტ სჭირდება ის რომ ვინც არის აი ამ მაგიდაზე ორივეს უნდა კონდეს ნება იმისი რომ შეხედოს სხვანაირად. და შენ თუ ეს ნება ჩამოშლილი გაქვს, იმიტომ რომ შენ ვიღაცამ დაგავალო რომ რა შენი ნება კაცო აქ მე რა გეტყვი, ისე იმღერე, მორჩა იქ ყველაფერი. ზუსტად, შენ თვითონ არ ახარ იმასთან ორგანულად შიგნით. ამიტომ შენ ამიტომაც არის რომ პირველი საშინაო დავალება არის ის რომ გამოკეტილ კარებში, სადაც არავინ არ არის და შენ ხარ მარტო, იქ უნდა იპოვო რაღაცა ისეთი საყრდენი, რომ მიაგნო სადიტყუები და მიაგნო ის რომ შენ ყოფილ ხარ გავლენის ქვეშ. ეს არის პირველი ამოცანა რომ მოიცილო გავლენა. აუ ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობ ტყუილთან დაკავშირებით ანდრო წარმოიდგინე ბავშვობიდან მივეჩვიეთ ამ ნიღაბში ცხოვრებას ხო უკვე მივეჩვიეთ ეს ნიღაბი უკვე არის ტყუილი და იმისთვის რომ მე შენ მოგატყუო ვერ მოგატყუებ მე თუ არ ვიმუშავე ჩემ თავზე რომ მე თვითონ დავიჯერო თან სერიოზულად აქ ესე არ არის რომ 1-2 დღე აქ არის საუბარი რომ ცხოვრება უნდა გადადო იმისთვის რომ მთელი ცხოვრება ვიჯერებ მთელი ცხოვრება ვაჯერებ ჩემ თავს იმას რასაც ვიტყუები ზუსტად ეგრე არის იმიტომ რომ კარგად ოსტატურად სხვას ვერ დავაჯერებ მე თვითონ თუ არ მჯერა ამიტომ ადამიანები დავოსტატდით პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუებაში და მერე სხვის მოტყუებაში იმიტომ რომ სხვა რომ მოვატყუო მე ჩემგან უნდა გამოვიდე ხო გესმის აღარ წავალ იმ გზაზე რომ ეხა ვნახო რომ ისე გითხრა რომ ნახე იმაში Facebook-ში და Instagram-ში რა ხდება ხო, იმიტომ რომ მე შეიძლება იმ საღამოს ტირილით ვიხევი, მაგრამ მე ვდებ ბედნიერ მდგომარეობაში ჩემ თავს, რომ ხალხმა იცოდეს, რომ მე კარგად ვარ. ხო? ანუ სხვანაირთაც ვიტყვი. ამაზე მე და შენ ადრედაც ბევრი სიცხლე დაგვიღრია. მე ვამბობ იმას, რომ ადამიანს ღმერთამდე მისასვლელად არაფერი არ სჭირდება შესაძენად. იმან უნდა მოიცილოს, რომ გახდეს ღმერთი და არა უნდა შეიძინოს. და რა უნდა მოიცილოს? ტყუილი უნდა მოიცილოს. ხვდები? აი ეს ტოპოლოგია მელამაზება. იმიტომ რომ ამ ტოპოლოგიაში ძალიან კარგად ჩანს ამ ტყუილის დოზა. ხო და სათქმელად ძალიან ლამაზი სიტყვებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი ცხოვრება რომ ჩემ თავსაც ვაჯერებდი. 30 წელი და 40 წელი რომ ამითი ვარ დაკავებული რომ ჩემ თავსაც დავაჯერო ეს ტყუილი რომ სხვასთან კარგად გამომივიდეს, როგორ მოვიქცე ახლა რომ ეს ამ ცნობიერების აქტში შევიდე ხის. მე ჩემ თავს ესე ვეუბნები. დაუკვირდი შენ თავს იმ მომენტში, როდესაც შენივე სურვილის აღსრულება ხდება. აი გინდოდა და მიიღე. მე რა ხდება? დღეს ჩვეულებრივი ანდროს ჭუით გეტყვი რომ ხდება ის რომ არ არსებობს მინდა, რომელიც დასრულდა ბედნიერებით. ყოველთვის მინდა სრულდება იმედგაცრუებით რომ
სულ ეს არის? დებილობაა. ეს ყოფილა. ამას მოვიკარეთ თავი? ხო? მე ვსაუბრობ როგორც ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე, ისე დიდ რაღაცებზე. შეიძლება იყოს რომ რა ვიცი, მე ვიყიდე რაღაცა ტემუზე გამოვიწერე რაღაცა და ჩამოდის და ჩამოვიდა და მე რაღაცა დებილობაა და გაჩუქებ თუ გინდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ დებილობა არის. და რატო მოგატყუეს? არა, კი არ მომატყუეს, მაგრამ რატო ვიყიდი აღარც ვიცი. სწორედ ეს იმედგაცრუება მგონია რომ იყო საწყისი იმისი ადამიანებმა რატო დაიწყეს ტრანსფორმაციასთან მისვლა, იმიტომ რომ წარმატებაზე დაგიშლილმა თაობამ იარა ყველაფერი აკეთა და მიხვდა რომ ბედნიერი არ არის. მოდი ბოლომდე ნათელი მოვფინოთ ამას. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა ჩემი ოცნება, საფიქრალი, მიზანი არის ფარსით თავდება. არა. თუ ტრანსფორმაციით დამთავრდა, მაშინ ის მარადიული კატეგორია არის. აი მაგალითად ეხა მე წვალობდი რომ იგივე შორს არ წავალ რაღაცა იალქანი ავიღე წელი მეტკინა არ და გამაფრთხილა იმ კაცმა რომ ესე ჭაკუზული ნუიზავი და ამის დამუღამება წაქცევა ადგომა იმაში საბოლოო ჯამში იცი რამდენი დავამოღა მე აი სუპატაც უბრალოდ აი მაგრამ ხო გაგიხარდა მაგრად და მე ის ღამე არ გაწვა არ გაძინებს რომ მოიცი ხა ამას კიდე დავაშენებ იმას მოიცი ხა იქ ექსპერიმენტ ჩავატარებ ხოში ზამთრიდან მივდივარ რაღაცა ექსპერიმენტი ისე რომ всё надо пробовать ხო ესე ყველაფერი უნდა სადო და აი ეს არის როდესაც უკვე შენი მე მართლა ფართოვდება ეს ძალიან ჯანსაღი პროცესი არის როდესაც საბოლოო ჯამში იცვლები შენ ამის ფანტომი არის ეგეთი ჩურჩული ყურში რომ რად გინდა მეტამორფოზა რად გინდა იყო მაგარი როდესაც შეგიძლია გქონდეს ანუ I am იმაზე მაქსაუბარი ხო რომ შენ კი არ მიაღწიო მდგომარეობას რომ გამოგდის არამედ შენ უბრალოდ ადექი და იყიდე რა შენ კაი ტიპი ხარ იმიტომ რომ გაქვს და ეს კაი ტიპია იმიტომ რომ შეუძლია ეხლა არ არის ამათ შორის განსხვავება ეს მარადიული არის ამას არ წაერთმება და აქ არაფერი მარადიული არის ამიტომ ყველა სურვილი რომელიც აქ აღსრულდება ეს სურვილები არის რომელიც მთავრდება იმით რომ ჯრადებილობა ყოფილა ზუსტად და აქ ამითი ვერ სრულდება აქ კატეგორიული ბედნიერებით მთავრდება ოღონდ აქ შენ ჯოჯოხეთი გაგასავლელი. ნახე, კოუჩინგში გვაქვს ესეთი მიზანზე ვიმუშავებით, ხო ადამიანს? და ძალიან მნიშვნელოვანი კოუჩინგსა და ფსიქოთერაპიას შორის განსხვავება ეს არის, რომ ფსიქოთერაპიაში წარსულში ჩავდივართ და იქ დამოკიდებულებებს იცვლის ადამიანი და კოუჩინგში აწმყოდან მიზანზე ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიზანი რა არის და საიდან მოდის, იმიტომ რომ იგივენაირად შეიძლება მივიდეს, როგორც ვამბობ, წარმატებაზე დაგეშილი თაობა, რომ მიდის მიზნამდე, მაგრამ რა სისულელე ყოფილა ეს, რა ჯანდაბა ყოფილა, ამისთვის ვიწვალე ამდენი, აი ეს განცდა და ბედნიერების განცდა აქ არ არის, როცა ეს მიზანი რაღაცისგან გაქცევაა. და მეორე არის შიგნიდან მწველი მიზანი გაგვხდები ის უნდა იპოვო მიზანი რაც ნამდვილად შენია რაც შიგნიდან მწველია და იმას აქ სიხარულე აქაც გეტყვით რა როგორ უნდა იპოვო არ უნდა მოიტყულო ზუსტად იმიტომ რომ შენ ის გიზღდება ხელიდან იმიტომ რომ მტყვილის საფარველს გადააწეპებ ამას ზემოდან და იტყვი რომ მოიცი ეწამით სად ჩემი უნარები და სად შემიძლია მაგდენი მე ავდგები და დავაკოპირებ იმას ხო და რო აკოპირებ უკვე შენი მე ზარდებ შიგნით იმიტომ რომ ეს კოპირება არის რა ხო ფაქტიურად ჩვენ ვამბობთ იმას რომ მთელი ცხოვრება ეს არის აი ამ მეს მიგნება ან თუნდაც გამოძერწვა თუნდაც ორივე ასპექტი აქვს ამას ერთი არის რომ უნდა მიაგნო მეორეა რომ შენ უნდა შექმნა და ის რომ ყველაფერი ამას ემსახურება თუ შენ ამბობ რომ არა მე მაგ ხედვის არ მჯერა და ეს ცხოვრება არის იმისთვის რომ უნდა ბევრი ვჭამოთ კარგი დრო ვატაროთ ვიქეიფოთ და მე მაინც მოვკვდებით მაშინ ეს ხედვა თავისთავად გამორიცხავს რომ მეტამორფოზა აუცილებელია მაშინ ცხოვრება ყოფილა სიამოვნებისათვის და თუ ცხოვრება არის სიამოვნებისათვის მაშინ დაანდებილობა ყოფილა რა ზუსტად ხო მაშინ იაპას
ხო, მაშინ ვერც გამიგია და რომც მასა იყოს, ეგ სიამოვნების ფასიც ნულიფიცირებულია. ვიცი რა, მეტამორფოზის პროცესიც მაგარი სიამოვნებაა. ძალიან დიდი აზარტია, როცა რაღაცას ძალიან დიდს. მე მაგალითად რაღაც პერიოდი დაკვირვებული ვიყავი ჩემ თავზე, რომ აღმოჩენებთან მიმართებაში ისეთი მიჯაჭულობა გამიჩნდა, რომ სულ ვეძებდი, რომ რაღაცა ინსაიტი მქონოდა. კი, მე ჩემსაც ვკეტყვი, რომ თუ დაანაწევრებ ამოცანებს წვრილ-წვრილად, როდესაც თითოეული პატარა ამოცანის ამოხსნა უკვე ადვილი ხდება, აი მაგითი უკვე არის ის, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდიხარ, მაგრამ სულ ეს თან დაყვება სიხარულები, მიკროსიხარულები გავიგეების. იმიტომ რომ თუ შენს წინაშე დიდი ამოცანა არის, რომელსაც ეჭიდები, გავა ერთი წელი და დაიღლები, შეიძლება ჩაიქნიო ხელი თქვა რა ეთქო დებილი ვარ. ამიტომ ხო ეს მიზნის დანაწევრება არის კარგი ტექნიკა იმისთვის რომ მოტივაცია არ წაგივიდეს ქვემოთ. ზუსტად მაგას ვაკეთებთ კოუჩინგში. ხო, აი. მიზანს, როდესაც აღმოაჩენს ადამიანი, ოღონდ ჯერ მიზნის აღმოჩენაა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ ნამდვილად შენი მწველი მიზანი უნდა იყოს და არა ვიღაცის ჩადებული და სოციუმის დაკვეთილი. მერე უკვე ამ მიზანთან სვლისკენ ადამიანს აქვს შიშები, კომფორტის ზონის გარღვევა, შეუძლია არ შეუძლია, გამოუვა არ გამოუვა, იქთა საკუთარი თავის რწმენა აქვს თუ არა და ამ პროცესში მარტო რომ არ არის და კოუჩი გვერდით ყავს და ერთად პარტნიორობით ანათებენ ამ გზას. სიცხადეში შედის ადამიანი, იმიტომ რომ კომფორტის ზონის გარღვევა და რაღაც ახალ სივრცეში შესვლა ხო არის ყველაზე დიდი გაურკვევლობის შიში. და აი ამ გაურკვევლობის შიშის გამო ადამიანს აქვს რეზისტენტობა, რომ აი რა ვიცი, გადავდგა თუ არ გადავდგა ეს ნაბიჯი, შევძლებ თუ ვერ შევძლებ და ეს არის ზუსტად გზას პატარ-პატარა ნაბიჯებად ყოფს თავად. ანათებს ერთხელ გონებით გაივლის ამ პროცესს და ერთხელ გონებით თუ გაიარა ეს პროცესი, მერე უკვე ხვდება რომ იცის გზა რა გზა აქვს გასავლელი. კი, აი ურთულესი რაღაცაც რო აიღო, ხო, აი ხანდახან მიყვარს ხან ფიზიკაზე უყურებ YouTube-ზე ხან რაღაცა quantum რაღაცა entanglement რაღაცა ვერ გავიგე და ამ დროს თურმე აღმოჩნდა რომ წესი კაი მასწავლებელიც კაი რაღაცა ყოფილა რა. და ვინ არის კაი მასწავლებელი? დაგინაწევრებს ამას. და იმდენად დაგინაწევრებს რომ მე ხვდები რომ მოიცეწემ და გაუგებარი რა არის მანდა. და რამე შეიძლება იყოს გაუგებარი თუ დამიპატარავებ და ვერ გავიგე. ესე იგი მაშინ ისეთ პარადოქსს მეუბნები რომ მაშინ იმას ვერავინ ვერ გაიგებს. თუ მე ვერ გავიგე, ესე იგი ვერავინ ვერ გაიგებს რა. თუ წრულ რაღაცაზე არის საუბარი. ამიტომ ეგ მაგ თემის გაშლით ჩვენ მივალთ პედაგოგიკის რაღაცა სეკრეტებს მოვჭიდებთ, რომ როგორ შეიძლება რომ შენ სხვას დაუშალო ამოცანები და დოზირებულად მიაწოდო, რომ იმას ეს მეტამორფოზის გზა უფრო უმტკივნეულოდ გაიაროს. მაგ სივრცეში არის რაღაცა სიბრძნეები, რომელიც ხო ადამიანმა უნდა იცოდეს რა. და კიდევ უფრო მეტიც მე კი არ უშლი. თვითონ შლის იმ დეტალებად. ეგ ალბათ კიდე უფრო ის არის, აქ მაღალი საფეხურე, როდესაც შენ ამ ადამიანს აფხიზლებ ისე რომ უკვე თვითონ აკეთებს მაგ პროცესს და ხო, ეგ თუ ვინმე მაგას აკეთებს, თავარი ამბავი კოუჩინგში არის ის, რომ მე არაფერს არ ბაწვდი. მესმის ეგ არის წითელი ხაზი თქვენთვის ხო? იმიტომ რომ ეს არის ჩემი თავი არ უნდა, ანუ კოუჩინგში მაგარი მე რო ვამბობ რომ ანდროიზმი არ არსებობს და ანდროს კი არ უსმინო, შენ უსმინე, შენ შიგნით რა ხდება და მე ინტრიგანი ვარ მეტი არაფერი. ზუსტად. შენ ხარ მაგ დროს მაპროვოცირებელი იმ აქტის, რომ მან თავის მოსმენა დაიწყოს. ხაშა იცი ვის სიტყვები გავიგე მაგის მერე? იოანე ნათლისმცემელის. რომელიც ამბობს რომ მე კი რაღაც ჩემს მერე მოდის და იმას გაყევი. ხო, ხა რაღაცა სიტყვების მომენტი არის აქ, მაგრამ სუპერ მნიშვნელოვანი არის. შრიაურობინდოსაც ქონდა ეგ მომენტი რა, რომ რაღაცა წერტილამდე შენ უნდა მიხვიდე და მერე, როდესაც დაინახავ ის შაქტის ეძახის იმასაც ზემოდან წამოსულ ენერგიას, რომელიც თავის თავში ატარებს ყველაფერს, ანუ იმას თუ ეხები ყველაფერს გებულობ, ხო? მერე იმას უნდა გაყვიკაცო მე თავი დამანებელო.
და შენ ხვდები რომ ზუსტად ეგრე არის. აუ რა მომენტი გამახსენა იცი ხა რაც შენ თქვი მაგან კოუჩინგის პროცესში არის მომენტი როცა კოუჩი ხდები რომ აი ეხლა შენ უნდა გაირინდო ზუსტად და საერთოდ აღარ არსებობ ისე უნდა აღარც უნდა ისუნთქო იმიტომ რომ ხვდები რომ ის ადამიანი იმდენად თვითონ ცნობიერების აქტში შევიდა რომ იქ ბადებს რაღაცას ისეც რომ აქ შენი ზედმეტის ჩარევა კლავს ყველაფერს რა და აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი როცა შენ უნდა მიხვდე როდის არის ეს მომენტი ზუსტად იგივე არის საკუთარ თავთან როდესაც შენ უსმენ სინდის შენ უნდა მიხვდე რომ უნდა მოკეტო რა განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შენ ხვდები, რომ იქიდან იმან გადმოდგანა ბიჭი, ის უკვე მესვრის სურათ ხატებს. ისე აი ეხლა უკვე იბრძანდი ცალაროში აიღეთ ბილეთი. აი ეს დადუმება და ეს როგორც შენ თქვი, რომ აღარც უნდა ისუნთქო, ეს რიდი, ეს სუპერმნიშნავანია. ხო და მაგის გარდა კოუჩინგის პროცესში იმასაც ვასწავლით, რომ როდესაც შენ შედიხარ სესიაზე, შენი პიროვნება კარის მიღმა უნდა დარჩეს. გასაგებია. ის რომ შენი თავი იქ არ უნდა მოიტანო. შენ უნდა იყო გამტარი, რომელიც მხოლოდ ისმენს. მოდი, ეგეც წავიღოთ კიდე უფრო შორს. სად უნდა მიიტანო რომ? ხო, ანუ ზედმეტად არ გეტყვი სად უნდა მიიტანო. ნებისმიერი ოთახიდან ჩახსენე და იყავი ბედნიერი. სადაც როგორ ვერ გავიგე? მაგ შენს ეგოს საერთოდ ადექიდან საერთოდ დატოვე კარებისკენ და დედამიწის იქით დატოვე. არსად არ მიიტანო. არსად არ მიიტანო. ხო, ძალიან ზუსტად ეგ არის. ხო, იმიტომ რომ ვის რაში სჭირდება. ოღონდ მიიტანოში რას გულისხმობ იცი? იქ განსაკუთრებით რატო არ უნდა მიიტანო, რომ იმის მოსმენის დროს როცა კლიენტს უსმენ ამ დროს შენი წარმოდგენები, შენი წარსული გამოცდილება, შენი ცოდნები, ყველაფერი კარის მიღმა უნდა დატოვო. არაფერი არ იცი. აი ადამიანს უსმენ როგორც სხვა galaktikიდან ჩამოსულ ინაპლანეტიელს, რომელზეც საერთოდ არაფერი არ იცი. ესე თუ შეგიძლია უსმინო ამ დროს მაშინ მასაც უკვე რაღაცნაირად არაცნობიერად გადასცემ იმ ძალას, რომ მან თვითონ დაეძებოს და არა მე დაუკარგო. ესე იგი, ესეთ იგავსად დავწერდი. რომ ესე იგი იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბავშვი. რომელსაც უყვარდა მოსმენა. და რომელიც მარტო იმას აკეთებდა, რომ უსმენდა. ზუსტად ეგ არის. და ღმერთმა დაინახა და ღმერთი ჩამოვიდა თავისი ფეხით და ამ ბავშვს დაუჯდა წინ, იმიტომ რომ ღმერთი მიხვდა, რომ სამყაროში არსებობდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო რომ ბოლომდე ესმინა. ანუ მოსმენის წვენი. ესე იგი მოსმენის უნარი ღმერთს ჩამოიყვანს მიწაზე. ზუსტად ეგ არის. აი ეგ მე პირდაპირ ვიტყვი, ყველა უნარი რო დაკარგო და მოსმენის უნარი რო დაგრჩეს პირდაპირ მიწინე შეღვა სამოთხეში ალბათ რა. ზუსტად ეგ არის. და კოუჩინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია არის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, მოსმენის უნარი. და რაში არა? ხო, ყველა პიანისტი გონია რომ გამოვა პიანისტი თუ მოსმენ არ შეუძლია? თუ სპიკერი გამოვა სპიკერი თუ მოსმენა არ შეუძლია? თუ პოდკასტს რო აკეთებ ყველაზე მაგარი რა არის, რითაც შენ კაი პოდკასტს გააკეთებ, მარტო მოსმენ. ხო, რაღაც აი ნახე ვიღაცა გიჟი პოდკასტერები რას აკეთებენ და აი ხა იმას უსმენ ხომ ერთი სტივ ბარტლეტი არის ერთი ეცოდინება. არ ვიცი. ბიჭი როგორი უნარი აქვს მოსმენის და აი პროსტო აი მაგარი ტიპები მოყავს რა ვინ აი სტარები მოყავს რა მაგრამ თვითონ როგორ უსმენს ხოლმე მაგას უყურებ ხოლმე აი კულტურა რა და ამ დროს სადისწავლა ტიპია ეგეთი ხო ეგ ამ არიან მთელი ამბავი ეგ და მნიშვნელოვანი ნაწილი არის კიდე კოუჩინგის პროცესში, აი მე ვეძახი ხოლმე კოუჩინგს ცნობიერების კუნთის მუშაობა. პროცესი არის მთლიანად ცნობიერების კუნთის მუშაობა, როცა შენ ზიხარ გარედან
კოუჩი და იმ ადამიანისთვის ხარ სარკე, რომელშიც ახედებ და თვითონ ადამიანი ხანდახან ვერ აცნობიერებს რას ამბობს, როგორ ამბობს, რა ემოციით ამბობს და როცა შენ ამას სისტემურად უსმენ, არა ისტორიაში მიყვები, არამედ სისტემურად, გლობალურად გარედან უსმენ და შენი წარსული გამოცდილებები აქ არაფერ შუაში არ არის და ამ დროს შეგიძლია რეფლექსიის როლში იყო მისთვის ძალიან ხშირად ხდება ისეთი სერიოზული ცნობიერების აქტი რომ მე ხედავ რომ ვაიმე ეს თურმე რა ყოფილა თურმე რატო ვერ ვაკეთებდი თურმე საიდან მოდის ეს ყველაფერი ესეთი აღფრთოვანებული თვალები არის ძალიან ხშირად და ინსაიტები ის ეყვები ამ ყველაფერს რომ მე ის გადამჩენია თქო რომ მასე უნდა იყოს 24 საათი. ანუ ეს ცალკე პროცესი კი არ არის. ეგ უნდა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ აბა სხვა მდგომარეობა დებილობაა. მოდი ესე ვთქვა. მე რომ მითხრა აი რანაირი ცხოვრების ნირი თუ წესი არის ყველაზე სწორი, მე გეტყვი რომ შენ უნდა იყო ისეთი როგორიც არის შენი სინდისი. და როგორი არის ჩემი სინდისი? აი რავი მიყურებს და ისე არ მიყურებს და მისმენს, არაფერს არ ამბობს. მაგრამ მე მაძლევს განცდას რომ მისმენს. და იმის გამო რომ მე ვხვდები რომ ვიღაცა მისმენს ბოლომდე, მე უკვე ვეღარ ვბედავ ვიფიქროთ დებილობა. იმიტომ რომ მე მყავს დამკვირვებლის განცდა. და მე ამ დამკვირვებლის მიმართ მაქვს ეს უხერხულობა, რომ დებილობას ეხა ვერ შიშველი ვარ მის წინაშე. და რანაირად ვიცხოვრო, მე უნდა ვიყოს სხვისთვის ის, რაც ჩემთვის არის სინდისი. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა წავიდე და მორალი უკითხო ხალხს. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვუსმინო ხალხს და ჩემი მოსმენის აქტით იმათ უკვე დაემართებათ მეტამორფოზა. ჩემი სიტყვები საერთოდ არ არის საჭირო. ზუსტად ეგ არის. ხო, ერთადერთი არის, რომ ოღონდ მართლა უნდა მოусმინო. ხო და ვიზახი რომ ეგ 24 საათი უნდა აკეთო, აბა. სინდის და ინტუიციას შორის რა განსხვავებაა? სინდისი ინტუიციას იყენებს როგორც ტექნიკას, რითაც სურათს გესვრის. სინდისი ტექსტს არ გელაპარაკება, სინდის მარცის ქართული ენა. მარტო ვალიდაციას გიგეთებს. მარტო ვალიდაციას გიგეთებს და სურათს გესვრის, რომ აი უბრალოდ რაღაცა შეგაგზავნებს, რომ ვაიმე რაღაც იმპრესია არის, რაღაცა იმაგინაცია არის და всё რაღაცა რომ ვაი, მაგალითად ხა შეიძლება ვიღაცა ტიპს ვთქო, რომ დედა, უი, იცი რა არის? ეს ტიპი, ეგეთი ესე არის გაზდილი თუ რაღაცა იქიდან არის. ეხა გავიგე. ანუ სურათხატი დავინახე, რომ თურმე სხვა კონტექსტიც არსებობს იმის მიღმა, ვიდრე მე მეგონა რომ ეს დეგენერატი არის, ხო? ვაიმე და გავუგე. სიტყვის ვიღაცა იყო მოძალადე და აღმოჩნდა რომ თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი, რაც ფსიქოლოგიაში ვედროდ უმნათ არის. და ეხა მივხვდი რომ გავიგე. მე გავიგე რომ მე რო ყოფილიყავი მის ადგილას მე შეიძლება იგივე დამართოთ. და უკვე შიგნიდან გავუგე. და რახან ეს გავუგე, მე უკვე შევიცვალე. რითი გავიგე? აი სურათ ხატი მესროლა სინდისმა რომ შენ რო ყოფილიყავი. და რავი, სახარებას ვკითხულობ მთელი ქრისტეს იგავები, მაგ სურათ ხატებით არა. სანამ ქვას ესროდეს ხვას, მანამდე რაღაცა ვინც მინდანი არის იმან ესროლოს დირე თვალში, აგერ შენც მითხარი რაღაცა ისე მოიქეცის ხვას, როგორც შენ გიდა რომ მოვიცე. სურათ ხატები არის, რომელიც გიტრიალებს, რომ შენ აქეთ კი არა ხარ, იქით ახარ. და ამ სურათ ხატში შენ თუ მიხვდი, რომ რა დებილობაა. მაშინ მიმხვდარ ხარ. ანუ ინტუიცია არის სინდისის ხმის ერთ-ერთი შენთან საუბრის იმიტომ რომ სინდისი ლოგიკით არ გელაპარაკებაში. სხვა არხი სჭირდება მას. და ამ შემთხვევაში ეს მე არ ვიცი ხა ამ ინტუიციაში სიტყვაში შენ რა შინაარსდებ, მაგრამ ჩემთვის ინტუიცია არის სურათხატობრივი, ასე ვთქვათ, კატეგორია და არა ლოგიკური ChatGPT-ური კატეგორია, რომ სიტყვების მიბმის ალბათობა არ არის, არ არის ლინგვისტური ჯაჭვების აგება, ეს არის სურათხატი და მე იმის დეშიფრაცია. და მე თუ უცებ წამნახევარში გამკრა რაღაცა სურათხატმა, რომ დავინახე რაღაცა სხვანაირი თვალით ან სხვანაირი კუთხით,
ის წამი, ის მომენტუმი საკმარისია იმისთვის, რომ მე საერთოდ შევიცვალო აზრი. მე შემიძლია საათობით ვილაპარაკო და განვასიტყო ესა, მაგრამ ის დანახვა მისი იყო წამი. სხვათა შორის მე მაქვს კარგი ინტუიცია და ხშირად მაქვს ხოლმე ეს გამონათებები, მაგრამ არ უსმენ ჩემ ინტუიციას. მე არ ვიცი, რამდენად ხა არ მინდა რომ აღმოჩნდეთ ლინგვისტური მაკარონის ამბავში. რომ ამ შემთხვევაში ინტუიციას ვეძახით სურათხაც და მეორე შემთხვევაში ინტუიციას ვეძახით იმას, რომ აი რა ვიცი, ხა შენ არ ვიცი როგორ ახლა, დედა ჩემი, მაგრამ სახში პაულობდა ყველაფერს მთელი ოჯახი რომ ვეძებდით, მივიდოდა და აიღებდა ხოლმე და რა ქვია ამას, ინტუიცია? ხო, ხტები თავის მოსმენა უფრო არის. ხო, ამიტომ მე ცოტათი სხვა რაღაცას ვეძახი. მე ვამბობ იმას, რომ შენ უცებ გეძლევა გაფრთხილება. სურათი, რაღაცა, კადრი, რომ სამყარო ყოფილა სხვანაირი, იმიტომ რომ არსებობს სხვა წერტილი, ხედვის სხვა წერტილი. ეს რამდენად იგივე ინტუიცია არის, რასაც აი ქალები რო ეძახით, რომ მე ინტუიცია მაქვს, ეგ არ ვიცი რა. მაგრამ მინიმუმ შემიძლია ვთქვა ის, რომ რითი შეიძლება ივარჯიშოს ადამიანმა მაშინ სხეულს რომ უსმინო. აი ხო არ ეგეთი რაღაცა, რომ აი სხეულს რა უნდა. ჩემს ენას უნდა ეხლა ნამცხვარი. და კუჭი მეუნება რომ არა ნამცხვარი არა, ნუ ჩემი კუჭი მეუნება, იმიტომ რომ მაქვს პრობლემა იმის გადამუშავების. და რაღაცა ზეთიანი, რაღაცა ცხიმიანი, რაღაცა არა, უხარა და როგორ მინდა. ანუ მინიმუმ შენ მაგას უსმენ. მაგას თუ ხვდები რომ ეს ორი ტიპი აი იმას რა უნდა, ამას რა უნდა. თუ ნეიტრალურად დადექი. არჩევანზე არ ვსლაპარაკობ, რომელს აერჩევ ხა შეჭამარშე. მაგრამ დაფიქსირება იმისი, რომ შეგიძლია შენ მოусმინოს ხელს და ის გიკარნახებს რა უნდა. თუ ამას აკეთებ ინტენსიურად, მე შენ გაგიადვილდება, რომ მართლა მეჭკუაზე გაიარა. იმიტომ რომ მე რომ მაგალითად მართლა ჩემს ხელს უსმინო რა უნდა იმას რომ მე ვჭამო, ვაიმე პირდაპირ ცალსახად გეტყვი, რომ სულ ჯანსაღ რაღაცას მეტყვის. საერთოდ არ მეტყვის მრავალფეროვანს. ერთი და იგივეს მეტყვის. მარტივს და იაფსაც გეტყვი. მიხვდი? და ის იქნება უბედნიერესი. რა ინტუიცია მგონია რომ ცოტა სხვა რაღაცა, ინტუიცია არის უფრო ხმა, რომელმაც წინასწარიცის რა შეიძლება მოხდეს. ხო და მე მაგ სფეროში არ ვიცი რა, მაშინის ბიტკოინი უნდა გეყიდა თუ არა 10 წლის წინ ეგ თემა არის რა. მაგრამ მიხვდი, მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ მე მაგას არ ვეძებ. მე ვეძებ იმას, რომ მომავლის ჭრედა და ნათელხილვისკენ კი არ მიდივარ. არა კაცო, აგერ არის და აგერ შიგნიდან უკვე შიგნიდან მეფხაჭუნება და მე არ ვუსმენ. და არა და ის მეფხაჭუნება. და როდესაც მივხვდები, მე ვიტყვი რომ დედა ეს ეხა მივხვდი რომ თურმე ეს ხო სულ მეფხაჭუნებოდა. რატო არ უსმენდი? მიხვდი? ამიტომ ხო, ამაზე არის საუბარი. კი. მე ალბათ მოვაწერ ხელს იმას, რომ ესენი ბმაში არიან. რომ ამასში თუ ვარჯიშობ, მე საბოლოო ჯამში ნათელხილოში გახვალ. მე არა ვარ გასული და აქედან გამომდინარე ვერ გიდასტურებ მაგას, მაგრამ ორივე შინაგანი ხმა. ხო, ის რომ ეს ყველაფერი გადის მოსმენის კულტურაზე, ხო, და მოსმენ არის კარგი სტარტი, მაგაში ხელს ვაწერ. მოკეთ რომ დაუბრუნდეთ კოუჩინგურ სისტემას, ისევ ერთი არის მოსმენის ნაწილი, მეორე არის გაცნობიერების ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლოში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კიდე. ძალიან ხშირად ვყოფილ ვარ ტრენინგებზე, სადაც ბევრი გაცნობიერება და ვაუ ეფექტები ყოფილა, მაგრამ მოდის იქიდან ადამიანი და ჩვეულებრივად ისევ აგრძელებს ცხოვრებას. ხშირად ხდება ესეთი და კოუჩინგი ამისგან განსხვავებით აკეთებს იმას, რომ დღეს რო შენ გააცნობიერე და შენ ახალი რაც გაიგე საკუთარ თავზე და აღმოჩენები გააკეთე, ეხლა ამას როგორ წაიღებ ცხოვრებაში და როგორ გააკეთებ, რას გააკეთებ ხვალიდან სხვანაირად. და კოუჩინგში არის პროცესი, სადაც იმიტომ არის კოუჩინგი კვირაში ერთხელ, რომ სესიიდან სესიამდე ცვლის ადამიანი თავის ცხოვრებას. სესიაზე აქვს გაცნობიერებები, სესიაზე ხედავს ძალიან ბევრ რაღაცას და იგებს თავის თავზე სხვანაირად რაღაცებს, მაგრამ მერე იღებს პასუხისმგებლობას იმაზე,
როგორ გადმოიტანოს თავის ცხოვრებაში სიახლეები და მე შენი სიტყვები მესმის ასეთნაირად. ჩემებრად ვიტყვი ახლა მაგას. გაცნობიერება ეს არის ვიცი, რასაც ვგრძნობ და ვგრძნობ, რაც ვიცი. და ამას ჭირდება მესამე ელემენტი ეს არის, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც ვიცი და რასაც ვგრძნობ. ანუ შენ ოფეგეთ რაღაცას გააცნობიერე კი, всё, ეხლა დავაი გააკეთე. და შენ თუ ეხლა ამისთვის იყენებ ეგეთ ტექნიკას, რომ ადამიანს ეთქვი, რომ დაიგინე ორშაბათს, რას გააკეთებ კვირის ბოლომდე და მე ჩამაბარებ, ესე იგი ანგარის ამაზე. ნუ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ტექნიკა. არ ვიცი, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ამ თემაში მე არაფერი არ მეთქმის, თუ მუშაობს. მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ მე მაგასაც არ დავიგინები. ნახეთ ნიუანს გეტყვი. ერთადერთი რაც შემიძლია, რასაც შემიძლია რომ ხელი მოვაწერო, თქვა ეგეთი რაღაცა, რომ სადამდე მე ყოფა სიფხიზლე, იქამდე მე გადაწყვეტილებას არ მივიღებ სინდისის დაუკითხავად. და თუ მეტყვი რომ მოიცა ხა მითხარი, ესე იგი ორშაბათამდე რას იზავ, მე გეტყვი რომ არ ვიცი რას ვიზავ, რასაც სინდისი მეტყვის იმას ვიზავ. და ეს ცოტათი მაგდებს იმ მდგომარეობაში, რომ ვერ დამიგეგმია ვერაფერი. ეგ იმას ნიშნავს, რომ მე აი ამ გეგმასაც ვანდობ იმ სინდის. იმიტომ რომ იმ სინდის ჩემთან აქვს, ესე იგი 340 ჯერ მოგებული ეგ კამათი, რომ შენ ხალხი ბჯობდა ღმერთი იცინოდაო. აი შენ რო დაგეგმავ მე მაგაზე მეცინებაო. და მეც უთხარი კაი მაშინ რა ვარ. ხო, სამწუხაროდ შენნაირი ცნობიერი ადამიანები ბევრი არ ყავს ხოლმე კლიენტებად, რომ ასე ეს კლიენტების ლანდვარი თუ ჩემი კომპლიმენტია. თავის სინდისთან მუდმივ კონტაქტში იყოს და ყველა არჩევანს მაგის მიხედვით. მე ამას ეხა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვითიპო, მაგრამ მე გიდასტურებ იმას, რომ ეგ ნიუანსი ეხა რაც ვახსენე, ეგ გვიან მივხვდი. ანუ გარკვეულწილად ეგ სიმწიფეს მოითხოვს. ისე რაღაცა ტიპობის ვარიანტი არ ვამბობ რა. იმიტომ რომ ყოველთვის შენ გინდა რომ გავიგე და აიგრია აცი ვიცი რასაც გავაკეთებ და სტოპ. ეს შენ ერთ წამს მოკარი თვალი და თვალი რომ მოკარი, მე რა გააკეთე? მე ადექი და ტვინით ჩაალაგე თაროებზე რაღაცები. არა, შემდეგ წამსაც კითხე. იმის შემდეგ, იმიტომ რომ შენ ტვინით აქ იცი რატო ალაგებ, რომ იმისკენ აღარ მეტრიალდე. და პირველ წყაროს კი არ უყურო, არამედ უკვე შენი დაგინებული სახსროლება დაიწყო. და ეს შეცდომა მე ძალიან გვირან გამოვიჭირე ჩემს თავში. რომ თურმე პირველ წყაროს უნდა მიმართო ყოველთვის, როდესაც შენ არჩევანის წინ დადგები. და ის პირველ წყარო გეტყვის, რომ აკავარ კაცო მკითხე და გეტყვი. რას იგინები შენ? დაიგინები და შეგეწერება. შენ თვითონვე. მაგრამ ხო გეუბნები ეს არ მოდის ადვილად. ნახე, მე რაც მოვისმინე ახლა შენ მესმის ძალიან კარგად რასაც ამბობ და ერთის მხრივ ცხოვრება არის ცოცხალი პროცესი. შენ რაც თქვი, ეს არის ცოცხალი პროცესი და სადაც ყველაფერს ვერ დაგეგმავ და შენი დამოკიდებულება გავიგე, მაგრამ ამ დამოკიდებულებამ შეიძლება რაღაცეებში ხელით შეგიშალოს. მოდი ესე გეტყვი. თუ შენ ასეთი ინტენსიური კავშირი პირველ წყაროსთან ჯერ არ აქვს, მაშინ დაგეგმე. იმიტომ რომ დაგეგმარებას თავისი გაკვეთილი მოაქვს. და დაგეგმარებას მოაქვს ის, რომ შენ ნებისყოფა უნდა ისწავლო. აი დაგეგმე რომ დილას ადგე და ლოგინი გაასწორო. всё, დავგეგმე, გავასწორე, რატო ნებისყოფაზე. მაგრამ მე როდესაც ეს ნებისყოფა უკვე აი ესე გიკავია, მაშინ გეუბნები რომ ეხა უკვე აღარ დაგეგმო, ეხლა ადექი და დაეკითხე აი ამ ნებისყოფით, რომელიც ლოგინის გასწორებით დაამოღამე და ყოველთვის არჩევანი წამოიღე პირველ წყაროდან. მაგას ქვია არამედ ქრისტე ჩემში. გავიგე. და ეს არის ესეთი რაღაცა არ არის. გავიგე, ხა შენ რაც თქვი, მოყევი მაგაში. ო, მეც მოყევი. იმიტომ რომ მეც ვამბობ რომ ის დაგეგმარება შენ თუ ნებელობით პლასში ძალები არ გაქვს მოკრებილი. მაშინ შენ უბრალოდ უნდა დაიგინო.
მარტივ რაღაცას გეტყვი რა. პიანისტი დგება და ამბობს 8 საათს ყოველდღე ვარჯიშობ. ეხლა მე საათ შემილია მაგრამ როდესაც შენ მთელი ცხოვრება 8 საათს ვარჯიშობ, კონცერტის გასვლის წინ შენ არ უკრავ და შენ ამბობ რომ მე იქ კონცერტზე რაც მოხდება, იქ ცოცხლად დავუკრავ. იქიდან გამომდინარე ვინ როგორ შემომხედავს, გარეთ რა მინდა იქნება და მე წინა დღეს არც ვიკადრებ რომ დავგეგმო რანაირად დაუკრა ხვალ. ეგ გადაწყდება ნოტის აღებამდე წამნახევრით ადრე. კი ბატონო. მაქამდე კუნთი რო ამუშაოს ადამიანმა. მაქამდე სახი აიხიეთ მიგზანდი ცალაროში. რომ დაგეგმოს. ანუ კოუჩინგზე ადამიანი მოდის იმიტომ რომ შეცვალოს რაღაცები. მე ამ შემთხვევაში კოუჩინგზე რომ მე ფილოსოფიურად ლაპარაკობდი იმას რომ შენ ესე იგი უნდა მიასწრეთ, იმიტომ რომ შენ თუ ამბობ რომ მე არ მეცადინეობ, ნუ ამ შემთხვევაში ფორტეპიანოზე და მე აი როგორც გული ამღერდება, ისე მინდა დაუკრა, არა, ვერ ამღერდება, გული კი ამღერდება, მაგრამ თითები არ აყვება. ამიტომ გულსა და თითებს შორის ხიდს რა უნდა? წვალება და სახისახევა. და ამას უნდა რეპეტიტიული გამეორება, ამას უნდა ნებელობითი აქტების 1050 ჯერ გამეორება. ამას იმიტომ არ აკეთებ, რომ გული გაფართოვდეს. არა, გული ამეთი არ ფართოვდება. გული არ ფართოვდება ამეთი. ამეთი თითის კუნთები ჯდება. რატო? რომ მე ამას რომ გრძნობა დააწובה და გული რო იტყვის რომ მოდი ახლა სევდა გამოხატე, უკვე თითი წავა და სევდას გამოხატავს. ამიტომ ეს ხიდი ასაშენებელია. ეს უინტერესო ხიდი, წვალება ამ ხიდების აშენება. არაფერი იმაში ეს რომანტიული შიგნით არ არის, ჩვეულებრივი ინჟინერია და ამას და წვალება და მექანიკა დევს, მაგრამ საჭიროა. ხო და ჩემგან წასული ადამიანი ამ თითების მუშაობის ნაცვლად ცნობიერების კუნთს ამუშავებს და შეიძლება დავალებად წაიღოს ის რომ მე დავაკვირდები როგორ ვიქცევი დღის განმავლობაში. შენ შეგიძლია კიდევ უფრო დებილობას დაავალო. შენ შეგიძლია დააწერენო რაღაცა გვერდნახევარი, რაღაცა იმას აბა იმის რეფლექსია მომიცი აბა იმის. ოღონდ მე არ ვავალებ, თვითონ ირჩევს მაგას. მესმის. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ აქ რო იждდეს არა კოუჩი, არამედ რო იждდეს მაგალითად სასულიერო პირი და რომელიც იტყვის რომ მე ახლა გაგიწესებ შენ რაღაცა, არ ვიცი მე რაღაცა მარხვას ან სპეციფიურ რაღაცას. აი თუ გაქვს ნანახი ფილმი რობერტ დე ნირო თამაშობს მისიონერი რო არის. აი სადღაც იმაში რომ ჩადიან რა ქვია ლათინო ამერიკაში ეს მისიონერები და იქ რო ადის და თავის თავს რო დაუწესებს რომ აი ხა ეს ტვირთი უნდა აიტანოს რაღაცა სიმაღლეზე ტყილა მაგრამ თავის თავს უწესებს რომ აი მიხდი აი რაღაცა ესეთი მომენტი არის ანუ ინდურ კულტურაში ამას ტაპასიას ეძახიან თუ სწორად მახსოვს ეს სიტყვა რაც ნიშნავს რომ შენ მარხვას გამოუგონებ შენ თავს ისე როგორც შენვე გადაწყვიტე რომ გამოუგონო და შეიძლება ჩემი მარხვა ის კი არ იყოს რომ ხორცი არ ჭამო ჩემი მარხვა იყოს ის რომ ძველ მეგობარს დაურეკო და მოვიკითხო იმიტომ რომ 20 წელი არ დამირეკია ხვდები ხო ის თქვა და ეს არის ნებისყოფის აქტი და ეს შენ შეგიძლია ძალადობრივად იძალადო შენ თავზე ამაზე. და ამას აკეთებ იმიტომ კი არა რომ მოძალადე იყო, ამას აკეთებ იმიტომ რომ ვერ აგიწევი ერთი ადგილი და აწიე ახლა. ანუ ნებელობითი ასკეზა მაგისტვის ასკეზა ზუსტად ეგ არის რომ საკუთარი თავის ნებისყოფის მე უბრალოდ ვამბობ ასკეზას კონოტაცია არის ცუდი თუ კი ამას სხვა გავალებს იმიტომ რომ მაშინ მონობის და მორჩილების მაგრამ შენ თუ შენ თავთან მიმართებაში ხვდები რომ აი ხა მე ძალა არ მყოფნის და მე ჩემ თავს ერთი უნდა გავუჭიდო რაღაცა ასკეზური მომენტი ეგ ძალიან ჯანსაღია ანდრო მე მგონია რომ მარხვის პროცესიც არავინ არავის არ ავალებს შენ ირჩევ მარხვაზე იყო თუ არ იყო ეხა ჩვენ მივადექით იმას რომ როგორც ეს ზურა შევარნაძე იტყოდა ხოლმე კურიაში არ ვიცი ბებიაჩემს დედაჩემს იყო რაღაცას უყვებიო ჩავალო კურიაში და მისმეს და პოლს მეტყვი კაია თუ მასეა ანუ შენ ახლა მეუბნები რომ რა ესე უნდა იყოსო და კაია თუ მასეა მაგრამ მასეა არ ვიცი მე რა ვიცი ვინ შემოგივარდა სახში გინდა თუ არა მარხვაზე იყავიო არც მე არ მივარდება მე ვირჩევ მარხვაზე ვიყო თუ არ ვიყო ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვი ნებისმიერი ადამიანის კრიტიკაზე და ლანძღვაზე ეგ ჩემი საქმე არ არის ვინა ვარ მე რომ ვაკრიტიკო ვიღაცა მარხულობს ესე თუ ისე აი მე ვინ მეკითხება მაგას მე უბრალოდ ვამბობ რომ ჩემი მხრიდან ვამბობ ეგეთ რაღაცას რომ თუკი ჩემი ასარჩევია რომ რაში ვივარჯიშო რომ სინდისთანვე ვიყო ახლოს ჩემი სინდისივე მეტყვის რომ რა უნდა ვქნა და ჩემი სინდისი იპოვის ზუსტად იმ წერტილს სადაც მე არ მინდა რომ გავიხედო
და იმას პირდაპირ დამიდევს და თუ მე მაქვს იმ მოსმენის უნარი გადასარევად ვიცი რომ ეხლა ანდრო მიბრძანდეთ სალაროში აიღეთ ბილეთი და ეს უნდა გააკეთო რატო იმიტომ რომ მაგას გაურბიხარ ნუ თუ გინდა შეგიძლია მითხრა რომ იგიქმენ რა გიც არ გწადის და ამ ფილოსოფიას შეგვიძლია გავაგრძელოთ მიხვდი ანუ მე ვამბობ იმას რომ ფორმით ასკეზა რა ვაკეთო მაგასაც სინდის ვეკითხები მე კაი, მე მგონი ჩვენ ახლა ბოლოსკენ უნდა გავიდეთ, იმიტომ რომ მე დრო არ მეყოფა. მე მგონი საათები და დღეები შენთან სასაუბროთ. არ მიშვებს იმაზე რომ შენ კითხო რამე და ბოლომდე არ გიპასუხო. და სინდისზე რადგან საუბრობთ, როგორ იცნოს ადამიანმა სინდისის ხმა? ეს ნამდვილად სინდისის ხმა არის, ეს არის რაღაცნაირი შიშის ხმა. თუ ეს არის ისევ სოციუმისგან შემოსული თუნდაც მორალის ხმა. ორი პასუხი მაქვს მაგაზე. ერთი პასუხი არის ის, რომ ინდოელები ესე გეტყვიან, რომ იმ ცნობიერებას მოაქვს ანანდა, ან ცნობიერება არის ჩით და ანანდა არის ნეტარება. შენ სინდის იცნობ იმით, რომ ის ნეტარებას ჩაღურის შენს ხერხემალში. შენ გაგეღიმება, გაგეცინება, შენ მიხვდები და შენ ჩამეყვარა ხა არის. ხო, და შენ ესე იგი იტყვი რომ აბა ჩემი. იტყვი ეგ არის. ეგ ერთი პასუხი ასე ვთქვათ ფილოსოფიური და ძალიან პრაქტიკულად გეტყვი ეგეთ რაღაცას. აი, ნუ დარდობ მაგაზე. იმიტომ რომ შენ არ გჭირდება რომ ბევრი იფიქრო იმაზე, გეშლება თუ არა იმაში, რაცაც ახლა ფიქრობ. წინასწარ გეტყვი, კი გეშლება, მე რა. იმასაც უნდა მიხვდე რომ გეშლება. всё, ანუ ნუ დარდობ იმას რომ ეს ახლა ბოლოა, თუ ბოლოს წინის წინა. მე გეტყვი რომ ეს არის ბოლოს წინის წინა. მე რა. ამიტომ მაინც უნდა მიყვე რა. რას უნდა მიყვე? გავიგებებს უნდა მიყვე. ამიტომ ნუ დარდობ იმას რომ ეს ახლა სინდისისგან მოვიდა თუ არა. შენ თქვი რომ რა ვიცი, აი დღევანდელი აი ამ მდგომარეობით ჩემ თავში ვიპოვე რომ აი ამაში ვიტყველებოდი. ხვალ თუ ვიტყვი რომ ამაშიდაც ვიტყველებ, ეგ იქნება ხვალ. დღეს კარგად მძინავს, რატომ? იმიტომ რომ მიგნების აქტი გავაკეთე. და ნუ დარდობ იმას, რომ ეს ახლა ნახდადის არის. ნუ ჩქარობ. შენი ამოცანა არ არის დამკაში გასვლა. დამკა შენ ხარ. შენი ამოცანა არის ის, რომ არ გაგისხლტეს შენი თავი. შენი ამოცანა არის ის, რომ ეხლა უნდა აი ამ მდგომარეობაში მიხვდეს ადიტყუები. როგორ ფიქრობ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ გამოკეტილი აქვთ ეს სინდისის ხმა და საერთოდ არ ესმის მისი ხმა? ეგ კითხვა უნდა გავყო ორ ნაწილად. რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ აქტს, სადაც სინდის საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ. ბოროტება გვია მაგას. რა თქმა უნდა, ბოროტების მეტი რა არსებობს. მაგრამ შენ თუ მეტყვი რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მაგ მდგომარეობიდან არასდროს არ გამოდის, ეგეთი რაღაც არ არსებობს. მე უკუღმაც გეტყვი. არ არსებობს დღე, როდესაც შენ სინდისმა არ გესროლა თავში რაღაცა სურათ ხატი. შეიძლება შენ აიცდინე ისა. მაგრამ არ არსებობს დღე, რომ ის არ შემომძროლიყო შენში და იმას თავის სათქმელი, თავისი ბეჭედი არ დაესვა შიგნით. ამიტომ თლათ უსინდისო ადამიანი არ არსებობს. არსებობს ადამიანები, რომლებიც გაურბიან მაგას. თუ მეტყვი რომ ამის ინტენსივობა რაზეა დამოკიდებულია, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ახლა აღარ მოვუტრევდა, მაგრამ ის დეპერსონალიზაცია რო ვახსენე, რომ მე ვცხოვრობ არა ჩემი არჩევანით, არამედ მე ვცხოვრობ ვიღაცის მიერ განსაზღვრული ნარატივით, აი ეგ არის ყველაზე დიდი ბოროტების ბუდე. ეგ ცალკე სალექციო თემა არის რა თავის ყველაფრით, მაგრამ შენი კითხვაზე პასუხი არის ეგეთი რაღაცა. აბსოლუტური უსინდისობა არ არსებობს. ნუ ადამიანში ვლაპარაკობ, ახლა თორე chat GPT შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსინდისო, იმიტომ რომ მას არც გააჩნია მაგის ნერვი. არც უნდა მოსთხოვო მაგას ეგეთ რა. ბოლო მესიჯად რას გაატანდი ადამიანებს? მე მგონია რომ ეხლა არაფერს ახალს არ გამოვიგონებ, ამ ჩვენი საუბრიდან მე თვითონ რაც მომეწონა და რასაც ამოვწევდი წინ, ეს არის მოსმენის უნარი. ან ესე უნარს არ დავარქმევ, ეს არის მოსმენის კულტურა. კულტურა, რომ მსმენელად გადაიქცეს, სამყაროს მსმენელად, არა მარტო ადამიანების, მოვლენების, საკუთარი სხეულის, საკუთარი ფიქრების, საკუთარი გრძნობების და ადამიანმა რომ გამოყოს დღის განმავლობაში თუნდაც რაღაცა დრო იმისთვის, რომ უბრალოდ ესე იგი სმენის რეჟიმში
რაღაცა გამოიჭიროს თავის თავი, შეიძლება წუთები იყოს თუ არა საათი. მე მგონი აქედან სერიოზული მეტამორფოზა დაიწყება. მადლობა ანდრო. პირიქით. დიდი მადლობა შენთან ერთად რაღაცნაირად ვიმოგზაურე სინდისიერ სამყაროში ეს ერთი საათი. მადლობა მარიკა, მე და შენ ისეთი რაღაცები ლაპარაკი არ გვაკლია. მე რასაც ვიღებ შენგან არის ის რომ მე თავი რითაც დავიწყე იმას ვიტყვი რომ მე შორსა ვარ სიტყვაზე. კოუჩინგისაგან ეს არ არის ჩემი არც საქმიანობა, არც სპეციალობა, ეს შენ დებ ბრალს რომ მიუხედავად იმისა შორს რო გარბი ხარ რომ მაინც მაგ ქუჩაზე ბოჯიელობო. უბრალოდ მე ვამბობ იმას რომ როგორი ლამაზი არის სამყარო იმ კუთხით რომ აი კოუჩი იტყვის რომ ჯო ესეც ეგ არის რა მუსიკოსი რო იჯდეს აქ ინსტიტუტში ეგეც ეგ არის რა ვიცი მე ინჟინერი რო იყოს ინსტიტუტში ეგეც ეგ არის და კვანტუმ ფიზიკოსიც მოვა და ინსტიტუტში აუ ჩვენს მაგაზე საუბრობთ მთელი დღეებიო და ეგ სილამაზე აქვს ამ თემას ხო და ეგ არის ამბით დავამთავრებთ მაშინ თელ დღეს ისევ ეგ არის ამბით დავიწყეთ ჩვენი მეგობრობა და ეგ არის სიტყვა რომელიც ბუნებრივად ადასტურებს ბმას ჩემს შინაგანსა და ჩემს გარეგანს შორის და ეგ არის ის რაც წამოგწდება როცა გაიგებ მადლობა ეგ არის მადლობა ეგ არის და გვისმინეთ თუ გაინტერესებთ და თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები შეგიძლიათ გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს და მოგწერეთ რა თემებზე გაინტერესებთ შემდეგი სესიები რო გავაკეთოთ.